ბატონ მიხეილ, ჩვენი ინტერვიუს ძირითადი ნაწილი დაეთმობა ეკონომიკის პრობლემებს, რომელიც აქვს დღეს საქართველოს, მაგრამ მანამდე მინდა დავიწყოთ ბოლო დღეების მთავარი სიახლით, რომელიც უშუალოდ თქვენს პარტიას ეხება. 4 წევრმა, მათ შორის აღმასრულებელმა მდივანმა დატოვა ნაციონალური მოძრაობა. რა ხდება თქვენს პარტიაში, თუ დაადგინეთ თქვენ რა იყო ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი და ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ პარტიის ეროზია დაიწყო? გიორგი, პირველ რიგში მიხარია თქვენი ნახვა ისევ ამ წინა იმაზე დროებით კაბინეტში შევხვდით, თუმცა ეს კაბინეტი დროებითია, ყველა ჩემი კაბინეტი უკრაინაში დროებითია, საერთოდ კაბინეტები დროებითია ადამიანის ცხოვრებაში. მთელი ეს წლები საქართველოში და საერთოდ ჩვენი ეროვნული ტრადიცია რომ ვილაპარაკოთ რა გვთიშავს. აი ეროზია, აი დაშლა, აი გაქცევა, იქ ერთი მეორეს მოღალატეს უწოდებს, ერთი მესამეს. სინამდვილეში უნდა ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა გვაერთიანებს. რამ შეიძლება გაგვაერთიანოს, რამ შეიძლება ერთად შეგკვრას, რამ ამხელა გამოწვევები გვაქვს. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ საქართველოში აუცილებლად წავა გაერთიანების პროცესი, ზოგადად ეროვნული კონსოლიდაცია, ამის ყველა ნიშნებს ხედა უკვე ამ დაბნეულობის ფონზე, რა თქმა უნდა, ეხლა ზოგი წავა, ზოგი მოვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, ძალიან ჯანსაღი პროცესი მიდის ქვეყანაში. საქართველოს ხალხი გამოერკვა და იწყებს რაღაც გამაერთიანებელი იდეის ხორჩესხმას, გაერთიანებას. ეს არის ასჯერ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ყველანაირი პოლიტიკური თამაშები. ამ გაერთიანების იდეასთან როგორ რა მიმართება აქვს, მაინც საინტერესოა ამ 4 ადამიანის თქვენი პარტიიდან წასვლას და თქვენ ამბობთ, რომ ვიღაც წავა, ვიღაც მოვა. თვლით შესაბამისად, რომ ეს დეზინტეგრაციის პროცესი კიდევ გაგრძელდება ნაციონალურ მოძრაობაში. მე რაც ამ საქმეში ვარ, სულ ცვლიგუნდს ხომეს ნაწილობრივ აახლებ ყოველთვის. ზოგი თვითონ მიდის, ზოგი უფრო ბევრად მეტი ყოველთვის მოდის. ეს არის სულ აი ცოცხალი ორგანიზმია ეს მათ შორის პარტია, ცოცხალ ორგანიზმში რაღაც უჯრედები ქრებიან, რაღაც უჯრედები ემატებიან, მაგრამ ორგანიზმი იზრდება. ჯერჯერობით ეხლა ჩვენ ვართ ის მიმართულებით, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშებს, რა თქმა უნდა, მთავრობა შეიძლება ითამაშოს და სხვადასხვა ძალები პოლიტიკურ თამაშებს. რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება ვიღაცა გადაიბიროს, ან ვიღაცა რაღაცით გაწიოს, ან იმის თქმა გინდათ, რომ ამ შემთხვევაში გადაბირებას ჰქონდა, მაგრამ ქართულ ხალხს ვეღარასოდეს ვერავინ ვერ გადაიბირებს. 2012 წლის არჩევნებში ამ ხალხს დაპირდნენ კონკრეტულ რაღაცას და ეს კონკრეტულ რაღაც არ შეასრულეს. და მეორეჯერ ხალხი ბრძენია და არც თავს მოატყუებებს, არც არავის თავს არ გადააბირებებს და ეხლა თავარი ეს არის. მე ამაზე ვარ კონცენტრირებული და არა ამაზე ღიად თუ კულისებში ვინ რაღაცებს თამაშობს. ეს ჩვენ ეხლა უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ხალხი სწორი მართულებით მიდის. იდეა კონსოლიდაციის არის, ამ კონსოლიდაციას უნდა ხორჩესხმა, თაშესხმა და სიამოვნებით ვიქნები ამის ნაწილი. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ პოლიტიკური თამაშები, ანუ მაინც თვლით და არ გამორიცხავთ, რომ ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია და შეიძლება ეს იყოს მთავრობის თამაში? როდესაც 4 წევრი და აღმასრულებელი მდივანი მიდის თქვენი პარტიიდან. სპეკულები კიდევ ერთხელ. მორჩა ლაპარაკი გათიშვაზე და დაყოფაზე. მე არ ვაპირებ გათიშვაზე და დაყოფაზე ლაპარაკს. არც გავთიშევ არავის, არც დავყოფ არავის. მეც გქონდა ხოლმე შეცდომები ჩემს ცხოვრებაში, როცა რადიკალური ვიყავი ამ მიმართულებით, ვიღაცებს ესე კვეთრად წევდი ხოლმე გვერდზე, თუ ადამიანი არის საქართველოს ხარეს, რა შეხედულებებიც არ უნდა იყოს, თუ ღიად მტერზე არ მუშაობს. იქ მე ვერავის ვერ დავყოფ და ვერ გავთიშევ. ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ვერ გავყოფთიშევ ვერც პარტიული ნიშნით, ვერც ახლობლური, მეგობრული ნიშნით. ჩვენ არ აგვაქვს ფუფუნება, რომ ვინმე დავყოფ და გავთიშევ. ეს არის და ეს. გადავიდეთ მაშინ ჩვენი ინტერვიუს ძირითად თემაზე, ეკონომიკაზე. რა ხდება დღეს საქართველოს ეკონომიკაში, რატომ მივიდა ასეთ მდგომარეობამდე ჩვენი ქვეყანა, თქვენი ანალიზი როგორია? იმიტომ რომ საქართველოს ტიპის ეკონომიკა შესაძლებელია განვითარდეს, ხოლო თუ მოვა ბევრი ინვესტიცია, თუ ფული ჩაიდება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში და ბევრი ინვესტიცია შესაძლებელია მოვიდეს, ხოლო იმ ქვეყანაში, რომელმაც იცის საით მიდის. რომელსაც აქვს ძალიან გასაგები, გასარკვევი კურსი და ამ კურსის საიმედოობა. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მოდის და თავის ფულს დებს, სიტყვაზე ვიღაცას აქვს სადღაც 100,000 დოლარი და უნდა რომ 50 ჩადოს საქმეში, ვიღაცას აქვს 100 მილიონი და უნდა 20 მილიონი ჩადოს საქმეში. იმან უნდა იცოდეს, რომ ჯერ ერთი რა საქმეში დებს, სად მიდის ყველაფერი, ეს საქმესაც წავა, იმიტომ რომ ქვეყანასაც წავა და აქ მის მიხედვით მისი საქმესაც წავა და მეორე, რომ ქვეყანაში არავინ არ იქნება კორუფცია, რომ თავიდან რო თulis ხარჯებს, რომ იქ არ ჩაიდება ვიღაც მოხელის, მოსამართლის, მინისტრის, იქ გუბერნატორის თუ გამგებლის მოსყიდვის ხარჯები.
საქართველოში დღეს ორივე მოშლილია. საქართველოში დღეს სამწუხაროდ დაბრუნდა კორუფცია, ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს უამრავი ჩემი ნაცნობი მეგობარი, ამას ამბობენ უცხოელები სამწუხაროდ, რაც სავალალოა, იმიტომ რომ ქვეყნის იმიჯს სცემს დაბლა და ამას ეს გამოიხატება. მე ყოველთვის ვამბობ, რომ თუ არ იპარავ, შენდება. თუ იპარავ, არ შენდება. ძალიან მარტივი პრინციპია. თუ ბათუმში რატო აშენდა ამდენი სასტუმრო? იმიტომ რომ მე დღეს ბათუმში ერთადერთი მქონდა, დედაჩემს მქონდა ოროთახნახევრიანი ბინა, ისიც დააყადაღეს. გასაჩერებელი არსად არ აქვს. მაგრამ სამაგიეროდ თითოეულ სასტუმროში ჩავდა ჩემი გულის ნაწილი. რა თქმა უნდა, ცალი წარბი რო ამეწია, აუცილებლად მომცემდა რომელიმეში ნახევარწილის, რომელიმეში შეიძლება მთლიანად, რომელიმეში 10%-ს, მაგრამ მაშინ აშენდებოდა ასობით კი არა როგორც აშენდა. ტურისტების რაოდენობა გაიზრდებოდა 100,000-დან 6 მილიონამდე კი არა როგორც გაიზრდა, არამედ გაშენდებოდა 5-10 და ყველას ეცოდნებოდა რომ ეს სააკაშვილის არის, ეს იმის მერაბიშვილის და ადეიშვილის და ასე. ასე რომ და ვარშალოვიძის. და დღეს არ შენდა ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ. როგორც კი შენ ინტერესდებ რაღაც საქმეში. როგორც კი შენ გიჩნდება დეიდაშვილები, მამიდაშვილები, რომელიც ამ საქმეებს აკეთებენ. მაშინ საქმე აღარ კეთდება. და შეხედეთ თელ პოსტსაბჭოთა სივრცეს, შეხედეთ ამ ქვეყანას, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ამის გამო არ გაკეთეთ არაფერი. უკრაინის პოტენციალი 100 მაგათ აღემატება საქართველოს პოტენციალს. იმის მეასედი არ გაკეთებულა რაც საქართველოს. რატო? იმიტომ რომ ყოველთვის ყველა მართველი წარსულში დებდა თავის ინტერესს. ამიტომ თავარი მიზეზი რის გამოც საქართველოს ეკონომიკა ეცემა არის ის რომ თავრობამს გონია, უпроსოდ იმ ერთ კაცს გონია, რომ დააპრივატა ეს ქვეყანა, მისია ის განკარგავს როგორც უნდა ის მისი მუჩა ვიღაცა შმანგი რაღაცა ვინც ყავს რაღაცა მე რა ვიცი და საყვარელი დეიდაშვილი მამიდაშვილი სიძე ვიღაცები და მან უნდა გადაცეს თავისი შვილიშვილს როგორც მისი საკუთრება. მე მქონდა კონცეფცია რომ ჩემი შვილები იამაყები ჩვენ ავაშენებთ, მაგრამ მათ არაფერი არ ექნება დავითად თვითონ უნდა მოიპოვონ ცხოვრებაში ყველაფერი. აი ეს არის ორი ფუნდამენტური ცხოვრების ხედვა. ამიტომ ჩვენ ვახტევდით რაღაცას და ამიტომ ჩვენ ხალხს ვაფრთხილებით რომ ასე იქნება, მაგრამ ხალხს ყოველთვის უნდა რაღაც ახალი ნახოს, ყოველთვის უკეთესობისკენ მიისწრაფოს. რომ შევაჯამოთ ბატონო მიხეილ, ანუ კორუფცია თქვენ ამბობთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რამაც მიიყვანა ეკონომიკა ასეთ მდგომარეობამდე საქართველოში. კიდევ თქვენ თქვით, რომ აუცილებელია რომ ჩანდეს საით მიდის საქართველოს ბიზნესი და საქართველოს დამიმართულებით ვითარდება. თქვენ როგორ თქვით, მთავრობა თვითონ ხედავს და ვერ აჩვენებს ამას საზღვარგარეთის ინვესტორებს თუ თვითონაც არ აქვს ასეთი ხედვა? არის რამდენიმე პრინციპული მიზეზი. პირველი მთავარი მიზეზი არის ივანიშვილი და მისი ახირებები. ამ კაცი ხო რა მოვიდა რა პროგრამით მოვიდა ხო არც მალავდა მას უნდა ჩვენ დიდი პროექტების შეჩერება აი ეხლა მაგალითად და ეხლა მივხვდე რომ ძალიან შავად აქვს საქმე და დაიწყეს რაკეტიკით სირბილი და აი წყალტუბოს პროექტს ვაკეთებთ და ჩავიდა იქ ეს რაც ქვია პანთავრობის თავმჯდომარე და თქვა რომ ჩვენ აქ ავაშენებთ ახალ ბადენ-ბადენს წყალტუბოში ეხლა უბრალოდ გრძელდება ფილების დაგება სოფლიო ბანკის პროექტზე ვეღარ თქვეს უარი ძალიანაც შეუთვალეს სოფლიო ბანკს, მაგრამ იმათ თქვეს უკვე ფული გამოყოფილია და დავაგოთ ფილები. მაგრამ იმ პარკში სადაც ეს ფილები იდებოდა, სწორედაც რომ ბადენ-ბადენს ვაშენებდით. ბადენ-ბადენში არის სოფლიოს ყველაზე ცნობილი ასე აბანოების სპა, კარაკალა. სამკურნალო. სადაც ძალიან ბევრი ყოფილა, მე ერთხელ ვარ ნამყოფი, დიდი შტაბ-ბიჭერა მოახდინა. აი იმის ზუსტ 100 ვაშენებდით წყალტუბოში. ოღონდ გათანამედროვებულს და მორგებულს თანამედროვე პირობის. ჩვენი წყალი ბადენ-ბადენის წყალს ჯობია. და ზუსტად იგივე რაც სხეულის ტემპერატურას არის და ამიტომ პრაქტიკულად წარმოუდგენელ ეფექტს ახდენს, აი გაახალგაზრდებს და იმიტომ არის წყალტუბოში ცნობილი. ამათ ეს მოკლეს და ამათ ეს იგივე ბადენ-ბადენი მოკლეს მათ. იქვე შენდებოდა ინტერკონტინენტალი, რომელიც რატომ მოკლეს თქვენ როგორ თქვით? იმიტომ რომ ეს იმიტომ რომ ის კაცი არის დაწებული თუ იმიტომ რომ ივანიშვილის რომ არის პირადი ბოღმა არის, მისი პირადი კომპლექსები, უნიჭო ადამიანის კომპლექსებია, ოროსნის კომპლექსებია ხუთოსნის მიმართ. და მაგალითად სვანეთის პროექტი. ნუ აი ხა გააჭიროებით რაღაცა მიდის, რატომ მიდის თეთრნულზე? იმიტომ რომ ჩვენ სარკოზის მაშინ პრაქტიკულად უფასოდ გამოვართვით ეს საბაგიროები. ესე სპეციალური კრედიტი ჰქონდა საფრანგეთის მთავრობას, შედარებდი ღარიბი რეგიონებისთვის და სვანეთი ერგებოდა ამას, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ ძირითადად ამ პროექტებს აკეთებდნენ ხოლმე აფრიკაში, თავის ტრადიციულ ესე მეგობარ ქვეყნებში. ნუ ვინაიდან სარკოზისთან ჰქონდა პირადი კარგი მეგობრული ურთიერთობა. გამონაკლისი გააკეთეს და საქართველოს რამდენიმე საბაგირო იმდენი წლიანი კრედიტით რომ პრაქტიკულად იმის გადახდა ბევრს არაფერს არ ნიშნავს, პრაქტიკულად საჩუქრად გადმოგვცეს ეს საბაგიროები. ესე რომ მოვიდნენ
პირველი ფრანგები შეუთვალეს, რომ ეს საბაგიროები აღარ გვინდა გაყიდეთო. იმათ უთხრეს, რომ საბაგიროები მთაზე შენდება კონკრეტულ მთაზე. მსოფლიოში არ არსებობს ორი ერთნაირი მთა. ეს არის კონკრეტულად თეთნულზე მორგებული საბაგიროები. მაშინ საფრანგეთში კონდეთ დასაწყობებული, ამათ უთხრეს, რომ აქ წერია კონტრაქტში სიფოთი, ესე ფოთში ჩამოტანით. თუ თქვენ არ მიიღებთ ამას ფოთში, მოგიხდებათ უამრავი მილიონის გადახდა ჯარიმით საფრანგეთის კონტრაქტის. და აი ძალით შემოტენეს ეს საბაგიროები. ჩამოიტანეს, დაყარეს იქ, მე მოიფიქრეს, რომ გადაეხურათ, რომ სკანდალი ატყუეთ და მეც ავდეხე ერთი ამბავი. და ნელა აშენენ 2013-ის გაზაფხულზე უნდა დამთავრებული იყო ეს კურორტი. სადავართ ახლა ჩვენ 2015-ში, ხო? ნუ მაქსიმუმ ზაფხულში. უკვე სვანეთში ეს კურორტი რო ყოფილიყო, ჩავიდოდა ჩემი აზრით, უკვე ამ ზამთარში დამატებით 300-400,000 ტურისტი. იმ პირობებში, როცა გვირაბს ავშენებთ, რომლის დაგეგმარება შეწყვიტეს. სვანეთის პოტენციალი 2 მილიონი ტურისტი. ეს ნიშნავს, რომ ყველა ოჯახი, არა მხოლოდ სვანეთში, არამედ გარშემო სამეგრელოში, იმერეთში ძალიან ბევრი ოჯახი უბრალოდ გამდიდრდებოდა. ეს არის კონკრეტული მაგალითი პროექტებისა, რაც ამ კაცმა, ამიტომ მისი კომპლექსები არის მთავარი. აი თქვენ კონკრეტულ პროექტებს ასახელებთ, რომლებიც როგორც თქვენ შეჭერდა იმის გამო, რომ ლაზიკა, დღეს რომ ლაზიკა გქონდეს და მე რომ დამწოდა წელიწადი, ერთი წელიწადი. 18 თვიანი პროექტი იყო, შეუცვლელად გავაკეთებთ. თელი ტვირთები, რაც ეხა ოდესამ დაკარგა, ხო? თელი ტვირთები. იმიტომ რომ რუსეთში ომია. ეხა წამოვიდოდა თელი ჩინეთის და შუა აზიის ტვირთები საქართველოს. იმიტომ რომ ფარვატერია იქ ღრმა. უკვე ჩვენ გვექნებოდა ლაზიკის პორტი, რომელიც იქნებოდა ავტობანი ჩერთები ფოთთან, იმიტომ ფოთი იხეირებდა ზუგდიდი ამითი და ზუგდიდში, ფოთში იმის გათვალისწინებით, რომ კარბამიდის ქარხანა შენდებოდა ასევე იქ უზარმაზარი ეს ყველაფერი შექმნა დამატებით ჩემი აზრით 150,000 სამუშაო ადგილს. კარბამიდის ქარხანა 700 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია ფოთთან, რომელიც მე გავხსენე ვჩქარობდი გახსნას, იმიტომ რომ ეჭვ მქონდა ყველაფერს გაჩერდა, მაინც ხალხს რო არ დაეშვა ჩემელი დაწყებული პროექტების შეჩერება. თავის ფოთის აეროპორტიანად. კარბამიდის ქარხანა გაუქმეს შენებლობა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიცია მოკლეს ამ რამდენიმე წელს. საწავიდა ეს ინვესტიცია. აქაც ხო იყო უკვე გაფორმებული. ეს რო არ გვაწყობს, რომ საქართველოს თავრობა თქვა, ეს მაინც არ გვაწყობდა, ეს წარე იყო, ეს ჟავე იყო, ეს ყურძენი მოკტეხავდა კბილებსო. ასე რომ კონკრეტულ პროექტებს ასე რომ და მაგას ყველაფერს აქვს მიზეზი და პროექტების მიზეზი არის რა თქმა უნდა ეს არის მისი ამ კაცის ახირებები. მეორე ეს არის უკიდურეს უნიათობა მთავრობის. ესეთი არაკომპეტენტური მთავრობა. აი ეს საინტერესოა, იმიტომ რომ თუ პროექტებს აჩერებენ, რომელიც თქვენი დაწყებულია, რატომ არ იწყებენ თავისას? ბებიაჩემი ზია წერეთელი, რომლის მოხსენა მიყვარს ხოლმე ინტერვიუებში. ამას ერთად მეუბნებოდა, რომ ესე იგი თელი ამდენი მთავრობა ყავს ნანახი, მართლა 30-იან წლების შემდეგ ყველა მთავრობა ახსოვს, მახსოვს სტალინის მთავრობა, ხრუშჩოვის მთავრობა, ბრეჟნევის მთავრობა, ან ბონემერ გარბაჩოვის მეც მახსოვს და ალბათ თქვენს კარგად. და ნუ შემდგომი მთავრობა, ნუ ასეთი უნიათო მთავრობა არ მიხარ. ყველანაირ მახსოვს ბოროტის, აზიზღარი, ისეთი სუსტი, უფრო ძლიერი, მაგრამ ასეთი უნიათო ალბათ არ მახსოვს. და ნუ მე მგონი დიდი ასაკის არ უნდა იყო რომ მიხვდე ეს ასია. უნიათობა და არაკომპეტენტურობა. მართლა ამათ წარმოიდგინეს რომ ყველაში რა თქმა უნდა ჩვენ ისეთ სისტემა შევქმნით, იმდენად წყობრი სახელმწიფო ინსტიტუტები შევქმნით, რომ რაღაც პერიოდი ინერციით ესენიც მართავდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში ახლა როგორც ზაპოროჟეცის ცხოველს ვერ გადასვა უცებ და ვერ გახდება ფორმულა 2-ის ცხოველი ან ფორმულა 1-ის. კი დაახლოებით პრინციპები იგივეა ფორმულაზე მის მართვის, მაგრამ და უფრო გამართულია ხო, მაგრამ უნდა რაღაცა კვალიფიკაცია, ცოდნა, უფრო სხვა რეაქციები, ზუსტად ესევე. ეს ხალხი განწყობილ სამთავრობო და საერთო სახელმწიფო სისტემას ვერ მართავს დიდხანს. და ნუ შედეგი არის, ან თუ მართავს, ჩამორჩება ხო და ბოლოში წინ ვერ წავა. ან თქვენ თვლით რომ სურვილი არის უბრალოდ არ იციან როგორ გააკეთონ და რა გააკეთონ. იცით უნიათობას როგორც წესი მოყვება სიზარმაცეც. ჩვენი მთავრობა მუშაობდა ხოლმე გვიან ღამემდე. ესენი 6 საათზე იყვნენ შაბათ-კვირას, ესენი არ არის შაბათ-კვირას, რომელიმე ჩემ მინისტრს რა იყო ტელეფონი, ეგრევე ძალიან არ ვერეოდე, ხოლმე ამას ვაკონტროლებდი, რომ ემუშავათ სულ და არა მოჩვენებითად. ჩვენი მთავრობა ხო სულ გადაადგილდებოდა. ხო სულ იქ ქუთაისში რატო იყო პარლამენტი ასევე მათ შორის, ბევრი სხვა მიზეზი იყო, ბევრად უფრო ფუნდამენტური, მაგრამ რამ გახადა შესაძლებელი, რომ
მთავრობა ყოფილიყო ქუთაისში და პარლამენტი რამ გახადა ეს შესაძლებელი ის რომ მთავრობა იყო ძალიან მობილური და ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და მთავრობა უნდა იყოს ყოველთვის ყველგან და მთავრობის ახალი ამბების კი არ უნდა იყოს რომ ფინანსთა მინისტრმა მორიგი ციკანი შეჭამა სადღაც და რაღაც უნდა იყოს ამბავი რომ ფინანსთა მინისტრმა გაზარდა თქვათ დაწია კიდევ გადასახადება გაზარდა შემოსავლები ეკონომიკის სამინისტრომ მოიზია ახალი მილიარდი ინვესტიციების ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გახსნა ახალი 100 კილომეტრი რომელიღაც გზის ან ახალი დიდი გვირაბი ეს არის ახალი ამბები ჩვენ ქვეყანაში ახალი ამბებიც გაქრა და რა თქმა უნდა მაგ გეთანხმებით რომ ძირითადი მიზეზი მაინც არის ახალი ამ ყველაფერს თან ახლავს ყოველთვის კორუფცია იმიტომ რომ მარტო ახირებები შენ არ ივანიშვის როგორც კი მადნეულის უფასოდ ჩაგდება მომდება ხელში ახალი წლის წინ გააგრძელეს მადნეულის მრავალ ასეულ მილიონიანის დაახლოებით 2 მილიარდამდე პოტენციურ ღირებულება ქართული საწარმოს ლიცენზია იმაში რასაც უნდა გადაეხადა ინვესტორს 200-დან 300 მილიონამდე და ჩვენ რო ყოფილიყავთ მეცაც გადავახტევებთ მიცეს უფასოდ და ეს გააკეთეს ახალი წლის წინა ღამეს რომ ხალხს არ გაეკო და ნუ გარდა იმისა რომ საკრისი ააფეთქეს წარმოუდგენლად დიდი ისტორიული მნიშვნელობის კულტურული ქართული ძეგლი პირველი ოქროს მოპოვება სოფლიოში აი მარტო აქ შეიძლება იმდენი ტურისტი ჩამოგოყვანა რომ თერმიკ გარშემო მოსახლეობას ეცხოვრა უწვდუნელად ამის გარდა უჩა არის ჩარეული საყვარელი დეიდაშვილი და ამ რუსებს აჩუქეს არ არა თქო და ამ ლამაზ თვალებს გვიც არაფერს არ ჩუქნის გასაგებია ფული ამაში აქ ნაღებული ქართუს მოგება გაიზარდა როცა ყველას მოგება ეცემა 17 ნახევარჯერ ესე იგი ფული კეთდება ყველაფერი ყველა დეპოზიტი ყველა სახელმწიფო მომსახურება პრაქტიკულად თითქმის ყველა გადავიდა ქართულში ამას ქვია ქვეყნის პრივატიზაცია და უმოწყალოდ ძარცვა და სადაც არის მართველის მიერ ქვეყნის ძარცვა იქ არის კორუფცია იმიტომ ყველა ქვემოთ რო უყურებს რომ მართველი მდიდრდება და ხო ამას ამბობდნენ რომ ფული აქვს და მაინც არ წამე მე ვაფრთხილებ ჩვენ ხალხს მე მოვედი უფულოდ და პრაქტიკულად წავედი ნუ ხა ბევრი არაფერი შემიძლია ფაქტია და ნამდვილად არ მოიპარე ეს კაცი მოვიდა ბევრი ფული და აუცილებლად მოინდომებდა ბევრი ფულის გაკეთებას ვისაც ბევრი აქვს 100-ჯერ უფრო მეტი უნდა ეს ინსტინქტია ნებისმიერი ოლიგარქის ტაცებელია ოლიგარქი თავის ბუნებით მან არ შეიძლება რომ არ შეჭამოს არ მოიტაცოს არ წაიღოს არ წაგლიჯოს მთელი ფული ასე აქვს ნაშოვნი თუ ადამიანი თელ ცხოვრება ხელფასზე მუშაობდა ის დიდი ალბათობით გააგრძელებს პატიოსნად შრომას ხელფასზე და როცა ტაცებელია ამ კაცმა ამუშავა ყველა თავის ინსტინქტი და მე რა თქმა უნდა ყველა თქვენდა მდგომი ფიქრობს რომ მოიცა მე აგრესივის დავინიშნე ხარ ლამაზ თუ ხო დაინიშნე ის თუ ვიღაც ბიძაშვილია მამიდაშვილია და იცის რომ დროებითია თან ეხა განსაკუთრებით იციან და ყველა საშუალებაზე გადასული ნახეთ რა ისევ დადგა რიგების საბაჟოზე ისევ დადგა სახელმწიფო სერვისებზე რიგები სადაც რიგია იქ არის რომ შეიძლება ვიღაცა ორიგოდ გაუშვა ორიგოდ გაშვება უფასოდ არ ხდება სასამართლოებში ისე დაიწყო ეხა ისე პატივისცემა დაბრუნდა შევარდნაძის როგორც იყო აი მაგათ შხარა რო განიხილოს საქმე უნდა პატივიცე გადაწყვეტილება თქვა სამართლიანს რო გადაიყანო მადლობა უნდა გადაიხადო პატივიცე ესეც რამე ვინმე სახსოვს წინა წლებში გამგეობაში ყველა ტენდერი არის ჩაწყობით ეს ხო ვიცით ყველაფერი აბას ყველაფერს აქვს ფასი იმიტომ რომ როცა მდიდრდება ჩინოვნიკი ხალხი ღარიბდება თუ ხალხი მიდის წინ ჩინოვნიკი ვერ მდიდრდება ხელფასი იღებს სხვა მესამე ალტერნატივა ჯერ კაცობრიობას არ მოგონია თელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველა იპარავს ამიტომ ეს ქვეყნები არის ესეთ ტალახში საქართველოს იმიტომ არის ამათთვის მისაბაძი იმიტომ ჩამოგუყვანეს ჩვენ აქ რომ ერთადერთი ქვეყანა იყო რომელშიც ეს არ ხდებოდა და ამიტომ ეს ჩვენი ქვეყანა წავიდა წინ მიუხედავად ყველა პრობლემისა ხალხის გაღარიბების თემას შევეხეთ და შეიძლება ეკონომიკური პრობლემები რიგითი მოქალაქეებისთვის ბევრისთვის ძალიან აბსტრაქტულად ჟღერდეს, მაგრამ ერთი რასაც ნამდვილად ბოლო თვეებში ყველა თავის საკუთარ ჯიბეზე ცნობს, ეს არის ლარის გაუფასურება. რამ გამოიწვია ეს პროცესი? ჩვენ ვისმენთ თვეების განმავლობაში, რომ მთავრობა ამბობდა, რომ ეს ყველაფერი განაპირობა საგარეო ფაქტორებმა და შემდეგ მოგვიანებით ამას უკვე დაემატა ეროვნული ბანკის პრობლემაც, ვინაიდან ყველა იშვერდა ხელს ეროვნული ბანკისკენ და ეს პრობლემა რჩება დღემდე მათი თქმით. რომ ეროვნული ბანკი არ აკონტროლებს სიტუაციას და პროცესებს ისე, როგორც ეს მას ევალება. საქართველოს ვალუტის კურსი, როცა ჩვენ გადავებარეთ ივანიშვილის მთავრობა, იყო 1.62. ნაკლები, ვიდრე მაშინ, როცა შევარდნაძისგან ჩავებარეთ. ეხლა რამდენიც არის, ყველა მიცით.
ვალუტა ეფუძნება რამდენიმე რაღაცას. ეს არის პირველ რიგში ეკონომიკური, მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ესე ქვეყანას აქვს პროგნოზირებადი კურსი. ყველა მიცის რა იქნება ნახევარ წელიწადში, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში და ასე შემდეგ. ჩვენ მეუბნებოთ, რომ აი ჩვენ ახლა ავაშენებთ პორტს და ეს შემოწევს ამდენ შემოსავალს. შექმნის ამდენ სამუშაო ადგილს. ჩვენ გავაადვილებთ კანონებს წლების მიხედვით ქონდა გაწერილი. ჩვენ გავაკეთებთ ახალ გზებს. ჩვენ ვაშენებთ ახალ ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და ესე გვექნება ბევრად მაღალი განათლების დონე ქვეყანაში. ერთი რაღაც მოხდება 2 წელიწადში, 5 წელიწადში, 10 წელიწადში და ასე. გაქრა ეს, აი ხა როგორც ხუზა მოწყვეტილი გემი საქართველოს აი ამ ტალღებში აქეთ იგი დაბორიალობს, არა აქვს მიმართულება, კაპიტანს ან ზინავს, ან დარებარიცის ამ გემის. და უკვე ადგილზეც ვეღარა ვართ, ხო? ამიტომ კურსი გაუგებარია და კურსი რო გაუგებარია, ეს არის თავი მიზეზი არა პროგნოზირება სხვა. მეორე კურსის მიზეზია, რომ ჩვენ დავუტოვეთ ძალიან ბევრი ფული მათ. ეს ფული იყო განვითარების ფული. ამ ფულით და ეს ფული არავის არ მოაპარია, მართლა ვაჯექით ზემოთ მე თვითონ ვაკონტროლებდი ამას, რომ არავის არ მოეპარა. და ეს რამდენი მილიარდი იყო იმისთვის, რომ აგვეშინებე ლაზიკის პორტი და ესე იგი 10 მილიარდი ამოგიღო იმ დახარჯულ რამდენიმე ასეულ მილიონისგან. აგვეშენებია სვანეთის გვირაბი, აგვეშენებია თბილისში შემორიცხა დაგონთავებია და ეს ახალი ხიდი ვეფხვი დამოყმასთან, რომ თბილისში არ ყოფილიყო საცობები და საცობები მარტო დისკომფორტი კი არ არის, ეკონომიკას ბლოკავს, აი. ერთი ადგილი და მეორეში ვერ მიდიხარ, ვერ მოძრაობ. ხო. ეს ყველაფერი ამათ აიღეს, დიდი ნაწილი მოიპარეს, ნაწილი დახარჯეს იქ თავის პოპულისტურ იაფასიან პროგრამებზე, რომელმაც მე კონკრეტულ ადამიანებს სარგებელი ნამდვილად მოუტანა ნაწილი, თუმცა საკმაოდ არაეფექტური იყო, მაგრამ ერთჯერადი სარგებელი იყო. ძელვადიან განვითარებაზე ეკონომიკა. მე ეს ფული დაავთავრდა, შემოსავლებში გარღვევა აქვს, ახლა ვალუტის კურსის ცვლილების გამო შეიძლება ფორმალურად ქაღალდზე შეასრულო, შევარდნაძის დროსაც ასრულებდა პრაკრუტკები და ისე მე ხო ვიცი ამის ფასი. მას საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი და ბიუჯეტი რეალურად 5 ჯერ ნაკლები ქონდა, ვიდრე ქაღალდზე ეწერა. და ამ სიტუაციაში ახალი ინვესტიციები არ შემოდის. რატო არ შემოდის? ისე ზუსტად იმიტომ, რომ კურსი არ არის ნათელი. და კორუფცია თვალების პაჭუნი დაუწყეს. კურსი მიმართულებას გულისხმობს. ერთ-ერთმა ძალიან მნიშვნელოვანმა უცხოელმა ლიდერმა მითხრა, რომ აი ეს თქვენი ახალი მთავრობა რაღაც ვერ არის. ყველას აი ესე აქვს, ესე მაჩვენა ჯიბი აი ესე აქვს. და ფულს ხოვენ. კაიო, ესეც არ არის, რომ გავიგებდიოთ, რომ შეიძლება ფული მიცემ, მაგრამ იმაში მაინც უნდა ვიცოდე, რაში უნდა მიცემ ფული. საქმის გამკეთებლებიც არ არიან. და თქვენ დროს არც ფულს ითხოვდა არავინ და საქმესაც აკეთებდნენ. აი ძალიან მარტივი. ლარი უნდა იყოს ინვესტიცია. ერთ-ერთი რაც კიდე ლარს აკაებს, რომ არ ჩამოინგრეს და ჩამოიფშვნეს. ეს არის მათ მიერ 1000 წლის დაწუნებული, ჩემ მიერ ჯიუტად თავზე მოხოვული ტურიზმი. მე მჯეროდა, მათ მჯეროდა, რომ საქართველოს შეიძლება იყოს ტურისტული დიდი სახელმწიფო. ყველა დაგვრცინოდა. ჩვენი პლაჟებით ვის შევეჯიბრებთ, ჩვენი მთას შვეიცარიას გავწევთ კონკურენციას, მე მჯერა, რომ საქართველო არის ყველაზე მზიდველი ქვეყანა მსოფლიოში. არა იმიტომ, რომ უბრალოდ ძალიან მიყვარს და ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. არამედ იმის გამო, რომ ბევრი გარყოფილი ვარ და შედარების საშუალება მაქვს. და უცხოელებიც დამცინოდნენ ბევრი. სკეპტიკურად უყურებდნენ და ქართველებიც საერთოდ ხო ამან ხო წაჭამატვი და გიჟად მაცხადებდა. აი კახეთში მაგათ. ვინ წარმოიდგენდა, რომ კახეთში ასეთ მსოფლიო მნიშვნელობის ტურისტული ცენტრი გახდება? თუ კახეთი ხო იყო რა? საბჭო დროს რომ უნდა ჩახვიდე შაბათ-კვირას საქეიფოდ, თველის დროს. დანარჩენი დრო არაფრის მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ინდუსტრიული ძე, უნდა ბევრი ყურძენი დაკრიფო, ბევრი მიწერა გააკეთო, ბევრი შაქარი ჩაყარო ღვინოში, ფული გააკეთო და თბილისში კარგად იცხოვრო. და მე დავიწყე სიღნაღიდან, ჩვენ მეგობრებთან ერთად. და შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ყველა ადგილი, სადაც ანუ მიხვიდა კახეთში, არის წარმოუდგენელი ტურისტული პოტენციალი. ხავის გამო, სილამაზის გამო, უნიკალური კულტურის გამო, ჩვენ ავადგინეთ იქ კრემი, წარმოუდგენელი ხარისხის, მაგრამ ნეკრესი წარმოუდგენელი ხარისხის სოფლიო მასშტაბის მონასტერია, ხო? და ბევრი სხვა და რაც თავია ავაშენებია თითქმის ძალით ვაღიარებ სასტუმრო. არ უნდა ფერმ ბიზნესმენს აშენებენ. დღესაც ბევრი მოწუწურებს, რომ აი აგვაშენებიეს. მე ვიცი, რომ მაგალითად კონკრეტული ადამიანები დღესაც საშინად გვანცხავენ, ოღონდ აქვთ
სიტყვაზე ხელოვნური ტბა გაუკეთეთ და იქ ეხა ორ კორპუსს ამატებენ ლოპოტაზე. იქ გეგენაო ფართოდება ყვალის ტბაზე. იქ შატო ზიმო, რომელსაც ლამის ჯარიმა გზების გამო დააჯარიმეს თუ რაღაცის გამო აშენებია ულამაზესი შატო ჩვენ მიერ მიცემული პროექტით. ყვარელში ეხა ორჯერ მეც ადიდებს ძალიან ყვაყოფილია სუსავსი და თავსი არა მხოლოდ შემოდგომას თელი წელი თითქმის. იგი აპირადაშუმა ძალიან მაგარ რაღაცა გია ესე ხელი მომკი და მივიყვანე ილიას ტბაზე რომელიც ასევე ხელოვნურად გავაკეთებია მივიყვანე ზემოთ ავიყვანე უთხრა 2 მილიონს მოგცემთ და აშენე ყველა არის სავსე არც ერთ ამ სასტუმროში არც მე და არც ჩემ არც მეგობარს არც ერთი წილი გვაქვს არც ერთი პროცენტი და უფრო მეტიც რომ ყველაფერი როცა ავაშენეთ და უკვე როცა განვითარდა გაიზარდა მიწის ფასი მე მოვიფიქრე და ვიყიდე ვენახე თავიდან ვიყიდე და იმაზე ხუჯერ ჯვირი დამფასეს რაც მანამდე იღირებოდა როცა სანამ გზებს გავაკეთებდა ყველაფერს მე გადავწყვიტე კიდე 9 ჰექტარი დამატებია და ორჯერ იმაზე ჯვირი დამფასეს იმიტომ რომ პრეზიდენტის ვენახს გვერდზე და ყველაფერ ამის ფონზე მოვიდა ეს თავრობა და ეს ვენახი დამეყადაღა აი ამის შემდეგ რაც გავიტე ამას რატო უყვები ყველაფერს ეს არის ხედვა როცა შენ იცი რომ არავის არ ჯერად მაგრამ შენ იცი რომ ეს გამოვა შენ იცი რომ აი ამ კახეთისგან რომელზეც ვერავის ვერ წარმოედგინა რა შეიძლება ყოფილიყო და ერთ-ერთი რაღაც რეკრეაციული ის იყო რომ ისტორიაში შემონახულია რომ რომელიღაც მეფე იქ თრიაქს ეწეოდა ვთქვათ და მარტო მეფე ერთობოდა და ხარობდა ასობით 1000 ჩვენი მოქალაქე ხეირობს და ამათ რა გააკეთეს ამათ უთხეს კახელებს მოდი ახლა რუსული ბაზარი გავხსენით ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმებით მაშინ პუტინი ობამა ჩემი სოფლიო საავაჭრო ორგანიზაციის შესწავლით ამათ არ მიუღწევთ ახლა ქართველებს ახლა ძნელი აუხსნა იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანი ამაზე ფიქრდება მაგრამ ეს იყო ჩვენ მიერ მოწეული ხელშეკრულება მაგრამ ამავე დროს ვაფრთხილებთ კი გაგუხსნიან ამ ბაზარს აუცილებლად ჩვენ ცოტა ვჩერიღავთ ხელისუფლებაში აუცილებლად გაგუხსნიან მაგრამ ნუ დავხარდებით რუსული ბაზარი არის ძალიან საშიში ბაზარი იმიტომ შეიძლება ერთ დღეს ჩამოიშალოს აღმოჩნდა მართალი თუ არა წინასწარ უნდა ხოდეს ხედვა რა შეიძლება მოხდეს ჩვენ მეც მქონდა შეცდომა თქვა ბევრად მეტი ფული უნდა ჩაგვეყო ღვინის პოპულარიზაციაში და შემდეგ მაგრამ რომც აი ამ ტემპით გველო რა ჩვენ 2-3 წელიწადში ქართულ ღვინოს გაიყიდა თელ მსოფლიოში და ისე დივერსიფიცირებული იქნებოდა სულ არაფერში არ დაგჭირებოდა რუსული ბაზარით ან სულ გვამადლი საკეთ. ამიტომ აი ეს არის მიზეზები რის გამოც ინვესტიციები არ შემოდის ესეც ეკონომიკურ რის გამოც ლარი ჩამოდის თქვენ. თქვენ შიდა პრობლემებზე საუბრობთ ეროვნული ბანკის როლი როგორია ამ ყველაფერში. საინტერესოა იმიტომ რომ მე მახსენდება განცხადება როდესაც პირველად გააკეთა ვიძინა ივანიშვილმა ამ თემაზე მან პირდაპირ ხაზი გაუსვა რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული და იმიტომაც არასრულებს იმ ვალდებულებებს ისე როგორც საჭირო. ამათი კვაჭი კვაწანტირაძეობა ხო ყველამ შეისწავლა საქართველოში ხო ხა ძალიან პრიმიტივი მერე ხო. სანამ მე ვიყავი პრეზიდენტი არანაირი ძალაუფლება არ მქონდა მე ზიზღებოდა ყოველი დღე იმ სასახლეში ყოფნის უკვე 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მაგრამ დავრჩი იმიტომ რომ ინსტიტუტებს ვეცი პატივი თუმცა ერთი სულ მქონდა სადაც დავსულიყავი. იმიტომ რომ ჩემ თვალით ხედავდი ჩემ თვალზე როგორ კლავდნენ ყველაფერს იმას რაც ვაშენებ და ვაკეთებ. მაშინაც იდახოდა რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ იმიტომ რომ სააკაშვილი კიდე იქ მერე გადმოერთენ უგულავა იჯდა და თბილისის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მერი იყო ნამდვილად მაგრამ ყველაფერი იმას დააბრუნეს უგულავა რადგან ზის ამიტომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ და ადგილზე კიდე სხვაგანს ხედავ ადგილობრივ მმართველობაში ნაციონალები. ნუ ეხლა აღარ არის არც ერთი არც მეორე ქართულმა ხალხმა სწორად განსაჯა რომ მოდი მაშინ ღვთიათ მიცეთ პასუხისგებლობა იქნებ რამე ბოლოს გამოადნო. მე ნუ ვიღაცას ხო უნდა და ეხლა მოძებნეს ეს რა წვეთს ხადაგიძე და საერთოდ რა შუაში ხადაგიძე. ამ ფაქტორებს განაპირობებს ეკონომიკურ მდგომარეობას სამთავრობო პოლიტიკა. მაგრამ უფრო მეცაც გეტყვით ესეთი თავდასხმა ბანკებზე მე ერთ-ერთი პოლიტიკა ვიცი მაგალითი რობერტ მუგაბეს ატარებდა ზიმბაბვეში გამოიწვია ზიმბაბვეს 5 ჯერ გაღარიბება და თავარი რომ ეს კაცი არის ბანკირი და ხალხს რო უწევდა პენსიონერებს რომ ბანკირი იქირავეთ ერთი რამე დაავიწყდა თქვა 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უკვე იქირავა ბანკირი ქვეყნის სამართავად და იმედი ქონდა რომ ეს ბანკირი მისი რჩევის მიხედვით ხალხს გაამდიდრებდა და აღმოჩნდა რომ ეს ნამდვილი ბანკი კი არ არის ოქროს თასი და ოქროს თევზი გახსოვთ 90-იან წლების აფერისტული ბანკები რომელიც ყველაფერს დაკვირდებიან და ბოლოს გაგხდიან ბოლომდე და რაც მოსაოდნელიც იყო ხა რო შეხედავ ამ კაცს ხა რა უნდა იფიქროს ხა მაგრამ ნუ ხალხს უნდა და რაღაცა ეს დაეჭერებია
და ამ კაცის იმ პირობებში, როცა ვალუტა ეცემა, ხალხი რეალურად გაღარდა, სამუშაო ადგილები კვდება და ერთადერთი რაც ვალუტის კურსი ინარჩუნებს არის უცხოელების ჩამოსვლა საქართველოში ტურისტების. ერთადერთი რაც აკაებს კიდევ ვალუტას, ამიტომ ეს კიდევ რაღაც ბოლო ფაქტორი ჩემი დატოვებული ფული დახარჯეს, ერთადერთი ვალუტას კიდე ინარჩუნებენ მიუხედავად ჩამოვარდნისა, ჩემი დატოვებული, ჩვენი დატოვებული ტურიზმით. მაგრამ ეს კაცი არის ბანკირი. და ეს კაცი როცა თავის ბანკში გადაიტანა ყველაფერი და ესხმის ყველა სხვა ბანკს, იმიტომ კონკურენტებს ხედავს მათში. რა თქმა უნდა პრობლემები შექმნეს. ჩვენ დროს მახსოვს ის ინტელექტ ბანკი იყო, რომელიც იყო ერთი გაძვალტყებული ბანკი, სხვა შორის შევარდნაძის რაღაც ნაცნობთან იყო დაკავშირებული. ხალხთან რომელსაც ვერ გვიტანდა ჩვენ და არც მე არ მქონდა მათ მე დიდი რაღაც სიყვარული. აი ყველაფერი გავაკეთეთ რომ გადაგვერჩინა. იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს პირად ურთიერთობის ის ჩვენ ეს გვჭირდებოდა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის. ამას ის უყურებს იმათ როგორც კონკურენტებს. წამოიღო ყველა სახელმწიფო პროგრამა წამოიღო თავისთან, ყველაფერი დააჯდა, დაზღვევები წამოიღო თავისთან. და ამას აუცილებლად მოყვება ის შედეგი, რაც ყველა ამ კლასიკურ სიტუაციაში, რაც ერთი ოლიგარქი, აქი ფოსეთური თუ რაც გინდა დაარქვით, ყველა ქვეყანაში თავის სახელი და გვარი ერქვა, როცა აჯდება ყველაფერს, მე ამას ხდება, ამას მოყვება აუცილებლად დანარჩენი საზოგადოების სასოწარკვეთილებად მიყვანა გაღარიბებით და რეალურად პირდაპირ ძარცვით. თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც ასე დეკლარირებულად ხდება, როგორც თქვენ ახსენეთ, ბანკებზე თავდასხმა, შეიძლება ამას კულუარული ნაწილიც ქონდეს, რასაც ჩვენ ვერ ხედავთ და პროცესები ბევრად უფრო ღრმად მიდიოდეს, რაც შესაბამისად შემდეგ დააზარალებს ეკონომიკას. მე წინა ინტერვიუშიც გითხარით მაშინ, რომ თქვენ მკითხეთ ჩემი პროგნოზი, რამდენიმე თვის წინ იყო და ვთქვი, რომ შიშობ რომ გაუარესება მოხდება. სამწუხაროდ ჩემი პროგნოზი ახლაც არ იცვლება. კიდევ ერთხელ ვერფე, ზაფხულში რაღაცაებს ცოტა დაიჭერს ეს ტურიზმი, იმიტომ რომ კიდე ტურისტები ჩამოვლენ, თუმცა როგორ უნდა მოეხერხებიათ, რომ ჩემ დროს ტურიზმი იზრდებოდა წელიწადში 57%, ეხლა არის 3% ენკლება, ეს არის მსოფლიო რეკორდი ტურიზმის კლებაში. აი ეს როგორ მოახერხეს? ეხლა მოეგენას და მოიფიქრეს რამდენი გულანძღევს, რომ CNN-ზე და რაღაცებზე ფული დახარჯავს სააკაშვილმა და გავიხედა CNN-ზე რეკლამა დაუწყიათ. ესე იგი, სულ ილანძღებიან რაღაცას იტყვიან, ივლიან, იჩხუბებენ, რომ ეს ასე აკეთებდა, მე თვითონ გვაძავრა. მე ხვდები, რომ თვითონ ვერაფერ უკეთეს ვერ მოიფიქრე, მაგრამ როგორ რეკლამა გააკეთეს? ხო შეიძლება იმან ნახოს და არ მოეწონოს. ამიტომ არც ერთი ახალი შენობა თითქმის რეკლამაში არ ჩანს და რადისონი ჩანს ბათუმში ესე კუთხით რაღაცაა, რომ ვერ მიხვდები, ხო ხვდები, მაგრამ ვერ ავხდე რა შენობა. ბათუმის სადღაც შორიდან არის გადაღებული და ამონათებულია მარტო ის ბორბალი, რომელიც ივანიშვილს ძალიან გამოგლიჯა. მაგრამ ნუ თითქოს რომ ეს შეიძლება არ ჩვენა, იმიტომ რომ მაინც ივანიშვილს მაშინ რო არაფერი არ ქონდა ბათუმში ძალიან გამოგლიჯა რაღაც 2.5 მილიონი დოლარი ეს ბორბალი ეხიდა. მარტო ეს მოჩანს. და დანარჩენი მოჩანს მარტო TV-ს ზვინები, ჩვენი ულამაზეს ბუნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ადრე იმასაც ვეშინებ და იმასაც. მაგრამ და სწორია რომ აჩვენო, ძალიან ულამაზესი ქვეყანა და არის ძალიან თანამედროვე. მაგრამ აი ხა რომ ამათ ხო არაფერი არ შეუქმნიათ და ამიტომ თავის სხვა ვერაფერს ვერ აჩვენებენ. და იმას ხო ეწყინება რაღაც ჩემი აშენებულ აჩვენო, ხო? აი სრული სხვადასხვა ძალიან ხშირად ამბობენ ისინი, რომ სწორედ ტურიზმის იმედი აქვთ მომდევნო თვეებში, რომ ლარის კურსმა კი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჯერჯერობით საქართველოს სტაბილურობის ყველა ფაქტორი არის ჩვენ მიერ დატოვებული. მათ არაცეთი ახალი არ შეუქმნიათ, ამას აქტიურად არ ადგენენ. ტურისტსაც რეალურად ტურიზმი მარტო ის ხო არ არის, რომ აი რეკლამა ნუ და ტურიზმი არის პირველ რიგში უსაფრთხოების განცდა. საქართველოში დაიკარგა უსაფრთხოების განცდა. სულ უფრო წარეთ. ტურიზმი არის ადვილის შემოსვლა საზღვარზე. ხა თუ საზღვარზე ადვილად შემოდის ვიღაც კანონიერი ქურდი, რაც ქვია იმათ და რაც უცნაურის რემენა მაგალითად რო და სამთავრობო ჯიპები ხვდებიან და პირდაპირ ტრაპიდან ხსნიან, ხო გამოძიება ჩატარდა უკრაინაში. უკრაინაში შესაძლოა დაადეპორტა ქურდი. მე აქ გამოძიება ჩატარდა, გამოიკითხა ეკიპაჟი, პირდაპირ ტრაპთან დახვდა ერთ-ერთი მინისტრის თუ ვიცე-პრემიერის მანქანა. ყოველგვარი კონტროლის გარშე გაიყვანეს და მე რო ვიდეო კამერებზე რო იყო ლაპარაკი რომ გადაღებული იყო რაღაცები ასეთები, ვიდეო კამერებს საერთოდ მოხსნეს რომ თავისუფლად ატაროს. მაგრამ ამავე დროს
ყავს ვიღაც მაჯლაჯუნა მინისტრი, რომელიც ამტკიცებს, რომ უნდა მაქსიმალურად გაუძნელონ უცხოელებს საქართველოს შემოსვლა. გაითვალისწინეთ, რომ ამ უცხოელებს ლაპარაკობენ, ამ უცხოელების დიდი ნაწილი არის ჩვენი თანამემამულეები, რომელიც ეკონომიკური გაჭირვების სხვადასხვა ფაქტორების გამო ცხოვრობენ უცხოეთში და უბრალოდ იქაური პასპორტები აქვთ. და მათ გაუძნელეს ეს ყველაფერი პირველ რიგში. არა თქვათ ირანელებს, თურქებს, როგორც ისინი იძახიან, პირველ რიგში ჩვენ თანამემამულეებს, რომელიც არიან ჩვენ მეზობელ ქვეყნებში. ასე რომ ეს ბევრი ფაქტორის გამო ტურიზმიც საფრთხის ქვეშ დგება რეალურად. ტურისტული ინფრასტრუქტურა ანაკლიაში ხო მაგალითად. ანაკლიაში ჩვენ ჩარჩენებთ კიდე 5-6 უმაგრეს სასტუმროს. ეს გზა მე უნდა შეერთებულიყო ავტობანით. მაგრამ ავტობანი უნდა გაგვეკეთებია ანაკლია ყულევის გავლით ფოთი ბათუმი. წარმოუდგენელი ზღვის ძველი. რა ლიძავა და რა ეს ბიჭვით. წარმოუდგენელი. მაგრამ ამისთვის გვიმთავრდებოდა რამსარის კონვენციის ვადა. ეს არის ჭაობების დაცვის კონვენცია. 2013-ში გამოდიოდით იმ კონვენციიდან და ვაპირებდით უკვე კრედიტების მოზიდვას და მე სწრაფად ამოღებას აი ამის ისევ გააგრძელეს ეს კონვენცია. გეგონება ჩვენად დავიცოთ სოფლის ჭაობები, იმიტომ რომ ტვინი არავის ან ტვინი არა აქ ან მავნებლობენ. მე უფრო მაინც ვფიქრობ, რომ ტვინის პრობლემა. ამიტომ ან ორივე ერთად. ხო და საკითხია ესე დგას რა, უცხოელი როგორ გაიზარდა? შევარდნაძის დროს იყო თუ ასე 40% ეკონომიკა, მე ჩამოვიყვანდი 30-მდე. ეხლა ესენი როგორ ძდიან რა ტემპითაც 2016-ში ჩვენ ავთ 55-60%-ზე. უცხოური ვალის გაზდა ნიშნავს მე რომ ჩვენ შემდგომ თაობებს დააწვევენ. ეს კაცი წავა გაქუსლავს სადღაც, წაიღებს თავის მილიარდებს და ჩვენ დაგვრჩება ვალი მრავალი ათწლეული შემდეგ გადასახდა. ამიტომ მე მაჩნია რომ სახელმწიფო აუდიტმაც გააკეთა იგივე დასკვნა რომ ვალი უზარმაზარია. კი, მე მაჩნია რომ ამიტომ უნდა ყველა აღწეროს. არავის არაფერი არ უნდა ჩამოვართვით ჩემი აზრით. არავის არ უნდა თითი დავაკაროთ საერთოდ. როცა ნორმალური თავრობა საქართველოში არავის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას, ეს უნდა წინასწარ ითქვას ნათლად. ერთადერთი ვინც სოლიდარულად უნდა აგოს თავის ქონებით პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე არის ივანიშვილი. იმ დროისთვის მას დაუგროვდა, უკვე დაუგროვდა მრავალ მილიარდიანი ქონება. ერთ რამეს კარგად ვწავთ მე პირადად უკრაინაში, დღეს ფულის დამალვა სოფლიოში არის შეუძლებელი. ისეთი მაგარი პრაქტიკა მივიღე ახლა აქ იანუკოვიჩის ფულის დაბრუნების, სხვადასხვა გაქცეული ოლიგარქების ფულის დაბრუნების. ივანიშვილის ფულს ამოვიღებთ ზიმბაბვეშიც რომ დამალოს, სინგაპურშიც, ამერიკაშიც და რუსეთშიც, ყველაფრიდან დამოვიღებთ. მე ვფიქრობ, უნდა აღიწეროს ის ზარალი, რომელიც მან მიაყენა, მაგალითად მადნეულის ლიცენზიის უფასოდ გაგრძელება. დავთვალოთ 250 მილიონი. კონკრეტული დაზარალებული ადამიანები. იმის გამო რომ სამსახური დაკარგეს. კონკრეტული დაზარალებული ადამიანი იმის გამო რომ ფული კრედიტი აქვს ვალუტაში აღებული და უხდებათ ბევრად მეტის გადახდა. პირდაპირ უნდა აღიწეროს ეს ყველაფერი და გარწმუნებთ ამის ფული ეყოფა ამ ვალდებულებების ანაცხოვლებას. კი, მაგრამ ბატონ მიხეილ, ის ხომ არ მართავს ოფიციალურად თქვენ ამბობთ რომ მეხუმრებით ოფიციალურად ის ხომ არ არის ქვეყნის. ხო და ეს არის უბედურება ხა თან ისე გავმასხარავდით რა. მე არ ვიცი არც ეს სხვა ქვეყანა სადაც ეს ისე ხა კადავის კი არ თქვა არაფორმალური ლიდერი, მაგრამ იყო ჯავახირის რევოლუციის ლიდერი, ოფიციალურად თანამდებობა იყო ლიბიაში, იჯდა კაბინეტში თუ ტყარავში სადაც იჯდა და იქიდან ყოველდღიურად მართავდა. ეს დივანზია წამოწეული და იქიდან ყოველდღე ყველას ურეკავს. სისხლის სამართლის საქმეებს გაზდის და უცხოურ დელეგაციებს იღებს. ოღონდ არაფერზე პასუხს არ აგებს. და მოდით არაფერზე პასუხს არ აგებს ფორმალურად, მაგრამ ყველა ნიშანია რომ იურიდიულად მას ის აგებს პასუხს. და იურიდიულად ის აგებს პასუხს თავის ქონებით. მე ამაში ვარ დარწმუნებული, ვერსად ამ ვიზიტს არ უნდა გადააფორმოს. ამ ფონებას ის ვერსად ვერ დამალავს. ამათაც უკრაინაში გადაფორმებული ქონდათ. ეს ჩემი მითი 19 მილიარდს ეძებდნენ. მე ფული არ მაქვს არსად და ამიტომ ვერაფერი ვერ იპოვეს. ამას ექნება ფული ძალიან ბევრი. და ყველაფერს ბოლო ცენტამდე იმედია ვიპოვით და დაუბრუნებთ იმ ხალხს, ვინც საქართველოში დაზარალდა, ჩავდებთ იმ განვითარების პროექტებში, რომელიც შეაჩერა, აუცილებლად მივახცევთ იმას, რომ ავინაზღაურებთ დაკარგულ დროსაც დავაჩქარებთ რაღაცებს.
რომ დავუბრუნდეთ ისევ ეკონომიკის პრობლემებს ჩვენს ქვეყანაში. ლარს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს შეიძლება უახლოეს მომავალში რამე პერსპექტივა როგორია, გაგრძელდება დევალვაცია, თუ თუნდაც ისევ ტურიზმის დახმარებით დროებით მაინც გამყარდება? ტურიზმი ვერ უშველის, თუ არ შეიცვალა სისტემა, როცა ერთი ბანკი მდიდრდება და დანარჩენი საქართველო ხარიბდება. სანამ არის ეს სისტემა, ქვემოთ ჩამოსვლა გაგრძელდება და ეს ერთი ბანკი და მისი მფლობელი მათ შორის ვალუტის სპეკულაციით, მაგრამ ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით გამდიდრდება სრულიად ზღაპრულად. ის ხო თulis რომ რამიშობა ხალხი ღარიბია, თუ რაც უფრო ღარიბია ხალხი, მისი აზრით, უფრო ადვილად საყიდელია. თავარია ის იყოს დიდარი. აი ამ კონკრეტულ თავარია მას კონდეს ფული. ღარიბი ხალხი არის ადვილი საყიდელი მისი აზრით და მისი აზრით რაც უფრო ღარიბი ქვეყნა, მით უფრო ადვილად არის ასევე მისასუხარებელი და მისაყიდი სხვადასხვა რუსული ავანტურული პროექტებისთვის. ეს უკვე რუსეთის აზრით. რუსეთი ის კი არ უნდა საქართველოს მთავრობა ყოფილიყო, რომელიც ღია დააფრიალებდა რუსეთის დროშას. რუსეთს უნდა რომ საქართველოს ყოფილიყო მთავრობა, რომელიც საქართველოს დაასუსტებდა. ზუსტად ესეთი მიზნები აქვს მას სხვა. მან რუსეთმა ჩვენათიც პუტინმა არც ისე სულელია, რომ ღიად პრორუსული მთავრობა ეგრევე საქართველოს ვერ მოვიდო და ისე როგორც ვერც უკრაინაში ვერ მოვა, ვერც მოლდოვაში და ვერც მოვა. მაგრამ თუ ქვეყანა ძალიან დასუსტება, თუ ხალხი იტყვის რომ ერთი ჯანდაბაა ყველაფერი, რა აზრია კომოდ ვინმე გვაჭამოს და ვინც არ უნდა იყოს. ყველაფერს მოვითმენთ. აი ეგ არის რუსეთის იდეალური სიტუაცია. ამიტომ პუტინმა თავისი გაინაღდა ამ ეტაპზე, რასაც ომით ვერ მიაღწია 2008-ში. გააკეთა აი ესე არჩევნების გზით, რასაც ამბობდა. და ეს კაცი ამ კაცმა თავის გაინაღდა, ბევრ ფულს შოულობს და ელოდება არჩევნებს, როცა ჩვეულებრივად იყიდის მისი აზრით ხმებს ჯგუფებს, პოლიტიკოსებს, შექმნის ახლებს და რასაც აკეთებდა ყოველთვის ყველგან ესეც და მისი ნაერები რუსეთში. რა უნდა გაკეთდეს ბატონო მიხეილ თქვენი აზრით ქვეყანაში სიტუაციის გასაუმჯობესებლად? პირველ რიგში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს? რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება გადაუდებლად არის მისაღები რამდენიმე ზომა და პირველი ეს არის დიდი პროექტების განახლება ათობით და ასობით ათასი სამუშაო ადგილების შექმნა ან აღდგენა იმისა, რაც დაიკარგა პირველ რიგში. ეს არის ლაზიკის პორტი, რომელიც შექმნეს ასობით ათას სამუშაო ადგილს პერსპექტივაში, მაგრამ უახლოეს პერიოდში მინიმუმ 15-20 ეს არის სწრაფი დამთავრება ყარსი ახალქალაქის რკინიგზის, რომელიც უშაშროოდ გაჭიანურდა. ეს არის სწრაფი დამთავრება სვანეთის კურორტების, აჭარის კურორტების, მაღალმთიანი აჭარის კვირაბების დაწყება სასწრაფოდ სვანეთში, კახეთის მიმართულებით გომბორის კვირაბი, რომელიც თბილისის თელავის გზას პრაქტიკულად დაიყვანს 35 წუთამდე. ეს არის სხვა ახალი, ეს არის ავტობანის სწრაფი დამთავრება, ეს არის ფოთის და მერის აეროპორტების სწრაფი აშენება. ეს ყველაფერი ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილი. მეორე ეს არის კვეთრი ანტიკორუფციული ნაბიჯების გატარება, გაწმენდა ნეპოტიზმისგან სახელმწიფო უწყებების, რა თქმა უნდა ისე რომ არ დაზარალდეს ადამიანი არ უნდა დაზარალდეს იმისთვის რომ რომელიღაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, უბრალოდ არავინ არ უნდა იყოს ბიძაშვილ მამიდაშვილობის პრინციპით შეკრებილი. ეს არის იმ ხალხის კომპენსაცია, ვინც ვალუტის დავარდნა დააკარგია შემოსავლები. უпростоრად ბანკის კრედიტი ვისაც აქვს. რეალურად კომპენსაცია რომ ხალხმა აიღო კრედიტი ვალუტაში და ახდევები ლარში. და მას კვეთრად გაუძვირდა თავის გადახდები. ამის კომპენსირება სახელმწიფოს ხარჯზე და სახელმწიფომ ეს უნდა ამოიღოს უკვე ჩემის აზრით მომავალში ივანიშვილის მიერ მითვისებული ფულის ხარჯზე. მაგრამ სახელმწიფო ვერ დაელოდება სანამ ივანიშვილის ფულს მოიძიებს სადაც ოფშორებიდან. სახელმწიფოს რაც აქვს რესურსები უნდა დახარჯოს ამაზე რომ კომპენსაცია მოახდინოს იმ ხალხის, ვისაც კრედიტები გაუძვირდა. ეს არის ძალიან პრინციპული, რომ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. შემდეგ ეს არის პატარ-პატარა პროექტების გაკეთება სოფლის მეურნეობაში, იმიტომ რომ არა ეს ზოგადი რაღაც ჰაერში არსებული 100 და 200 საწარმო, რეალურად შექმნი მექანიზმი მიკროკრედიტის ყველა ოჯახამდე მიყვანის სოფელში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმ პირობებში, როცა რუსეთის ბაზარი ჩამოეშალა, უახლოეს პერიოდში ველი დიდ პრობლემებს სოფლის მეურნეობაში. ეს არის იმ კატასტროფის თავიდან აცილება, რომელიც ჯანდაცვაში გვიახლოვდება. იმიტომ რომ ამათ ძალიან არაკომპეტენტურად გააკეთეს იმ სისტემის
იმპლემენტაცია, რომელიც ჩვენ შევქმნით, თავიდან ბოლომდე შევქმნით. ამიტომზე მოსახლეობა ძალიან დადებითად აფასებს ამ რეფორმას. ჩვენ შევქმნით, ჩვენ ავაშენეთ ეს ახალი საავადმყოფოები, ჩვენ შევქმნით დაზღვევის სისტემა, მაგრამ ჩვენ გვჭირდებოდა 2 წლიანი გადასვლა, რომ ეს ყოფილიყო საყოველთაო. ამათ ამშობიარეს ბავშვი 5 თვიანი დაბადეს და შედეგად ამ ბავშვს, ამ მართლა ძალიან მნიშვნელოვან ბავშვს გაუჩნდა სერიოზული პრობლემები, რომელიც ეხა ისე არ ჩანს, მაგრამ ერთ პერიოდში შეიძლება მიგვიყვანოს კატასტროფა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოსახლეობა ძალიან დადებითად მე ძალიან დადებითად ვაფასებ. იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით, მე პირადად მუშაობდი ამ სისტემაზე. მეც არ მეგონა თუ ესე კარგად იქნებოდა. მაგრამ ფული აღარ არის. და ფულიც არ ყოფნა რას ნიშნავს, როგორც კი ეს სისტემა ჩამოიშლა ფინანსური ექიმების და დაიწყება ჯიბეში აღებას, ისე გაგვიბანძებენ ამ ახალ საავადმყოფოებს და ისევ ხალხს მოუხდება სამაგის გადახდა. ამის თავიდან ასაცილებლად ეხლავია საჭირო ზოგი მისაღები, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ სისტემის გაუქმება. ახლა ამაზე ლაპარაკიც ხიზენ მეტია, უბრალოდ საჭიროა განსაკუთრებით ფინანსური უზრუნველყოფა, რომ ეს არც 2 წელიწადში, არც 5 წელიწადში, არც 10 წელიწადში არ ჩამოიშალოს. საერთოდ უნდა მოვიდეს ეს ფინანსური უზრუნველყოფა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი შიდა და გარე წყაროების მეშვეობით. ესა პირველი შიდა არის კორუფციის შემცირება და გარე ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ვაკეთებ და სასამართლო სისტემის შეცვლა. სასამართლო სისტემა არის ის, რაც ჩვენ ბოლომდე ვერ მივყვანთ. ჩემის აზრით, უმაღლესი უზენაესი სასამართლო ჩვენ საერთოდ უნდა დავითხოვოთ და მთლიანად შევცვალოთ ამერიკელი და ინგლისელი მოსამართლეები. უკრაინელები ხო იწვევენ ამერიკელ და ქართულ და ლიტველ მინისტრებს. ჩვენ მინისტრები არ გვჭირდებათ, ჩვენ საკმარისი მეტი კომპეტენტური გამოცდილება და ხალხი ყავს ადგილზე, გამოცდილი და კომპეტენტური. ჩვენს ქართველებს მე ვლაპარაკობ ერთ პარტიაზე საქართველოს. მოსამართლეები ვერ შევქმნით ამ დონის რა. ჩვენ გვჭირდება მოვიწვიოთ ამერიკელები, ინგლისელები, თუნდაც 10 წლიანი ვადით უზენაეს სასამართლოში, რომ შევქმნათ სხვა სტანდარტების სამართლო. საერთოდ ლაპარაკიც კი არ იყოს ჩაწყობაზე, პოლიტიკურ ზეწოლაზე და რამე სხვაზე. მივცეთ მაგარი ხელფასი, მაგრამ ბევრად უფრო ძვირი გვიჯდება სამართლიანი სისტემის არ ქონა. აი ეს ომები უნდა გავატაროთ და ამ ზონის მეშვეობით მოხერხდება საქართველოს ეკონომიკის სტაბილიზაცია და ასევე მორატორიუმი გამოაცხადოთ ვალის გაზდაზე. საქართველოს არ ჭირდება ახალი ვალები. უნდა მოვიძიოთ შიდა გარე რესურსები. ესენი ის უმოწყალოდ ზდიან ვალს და ეს ვალი დაგვაწევა მე ყველა ჩვენგანს. და საქართველოს დააწევა და ეკონომიკას ბოლოს წირვას გამოუყვას. გადასახადებს რაც შეეხება? გადასახადები ჩემი აზრით არის პოტენციალი დაწევის, რამდენიმე გადასახადეს. არის დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწევის პოტენციალი, ეს ჩადებული ქონდა ჩვენ, ამათ ეს გაყინეს. საშემოსავლო გადასახადის დაწევა შეიძლება და მოგების გადასახადის დაწევა შეიძლება. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ამ პირობებში, რომ ეკონომიკა კრიზისშია, ჩვენი რეცეპტი წინა წლებით გამოცდილებიდან გამომდინარე არის ამ გადასახადების დაწევა და მეორე სერიოზულად უნდა გადაიხედოს საცალო ვაჭრობის, განსაკუთრებით ბაზრობების იმ ტიპის დაგროვება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ზედმეტად ხისტი და არარაციონალურად კაცრი პროგრამა, რომელიც რეალურად არ გაითვალისწინებს ადამიანის ფაქტორი. ეს ხალხი ამ რაოდენობით არ იყო მზად ამის მისაღებად. კი, საკასო აპარატები ზოგ გადავადებით მე უფასოდ რაღაც, მაგრამ არ იყო მზად. ჩვენ უცებ მოვინდომეთ ქვეყანაში, რომელსაც ამის ტრადიცია არ ქონდა ნორვეგიის გაკეთება. საქართველოს ვერ გახდება ნორვეგია აქედან 50 წელიწადში. ეს რეალიზმი ჩვენ ახლა გვაქვს. ამიტომ საჭიროა ამ ხალხთან ბევრად უფრო ჰუმანური მიდგომა. გადასახადები რა თქმა უნდა უნდა იყოს დაბალი, ოღონდ უნდა იყოს ძალიან დიფერენცირებული და ღარიბებს ჩვენ არ უნდა ვახტევებთ. ამაში ვარ დარწმუნებული. ბატონ მიხეილე, ეს არის თქვენი რეცეპტი, მაგრამ თქვენ არ ხართ დღეს ხელისუფლებაში. დღევანდელ მთავრობას, მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ შემადგენლობას აქვს იმის რესურსი, რომ მსგავსი ნაბიჯები გადადგას? მე მგონი არავის აღარ ჯერა საქართველოს, რომ მათ რამე რესურსი შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ესენი რომ გამოიცვალო, ერთი კაცი ცვლის ამას. ერთი პუტინის მილიარდებით მოსული რუსი ოლიგარქი. რუსი ოლიგარქია, იმიტომ რუსეთშია მისი ფული, რუსული წყაროებია და ოლიგარქია ეს არის რუსელი, ეროვნებით ქართველია. მაგრამ თავისი საქმიანობით და იმითი არის რუსი. რუსული ფული კაცთურაფის არ მოგვიდა, ეს ნათელი იყო თავიდანვე. და საბოლოო ჯამში სანამ ეს კაცი გადაწყვეტს ვინც უნდა იჯდეს. მე პერსპექტივას ვერ ხედავ. თუმცა ვხედავ პერსპექტივას, რომ ეს მალე ასე არ იყოს, რომ ამ კაცმა გადაწყვეტს. ეგ არის გამოსავალი.
თქვენ NDI-ის კვლევები ახსენეთ და სწორედ ამ კვლევების მიხედვით მოსახლეობა პირველად მოხდა რომ უფრო დიდი რაოდენობა აფასებს მთავრობის საქმიანობას უარყოფითად და ამბობს რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ვიდრე პირიქით და ამავე კვლევაში გამოჩნდა რომ თქვენი პარტიის რეიტინგმა რამდენიმე პროცენტით მოიმატა და უპრეცედენტოდ დაიკლო მართველი გუნდის რეიტინგმა და 24%-მდე დავიდა. როგორ შეაფასებთ თქვენ კვლევის ამ შედეგებს? მე საერთოდ არ მიყვარს კვლევებში ყურება, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი ინტუიცია, ჩემი გზნობა, ჩემი განწყობა და ჩემი ინფორმაციები. ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში მეტნაკლებად რეალურად არის ის, რომ ჩვენ ხალხს, ჩვენი ხალხი დღეს იმას კი არ ეძებს, რომელ პარტიას დაუჯეროს ხარი. ან რომელი პოლიტიკოსი მოიწონოს, ან არ მოიწონოს. ჩვენ ხალხს უნდა ადამიანური ცხოვრება, როგორც ყველა ხალხს სოფლიოში. ჩვენ ხალხს განსაკუთრებით მოენატრა, იმიტომ რომ მრავალი წელი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი ამას ელოდება ძალიან ისეთ კაპაციტეტებით. თუ დაპირდნენ ოქროს კოშკებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ხალხის კონსოლიდაციაში გამოსვლა. მე პროცესებს იმიტომ უყურებ სკეპტიკურად, რომ ჩვენ გვაქვს საქმე შულერთან. ეხლა შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდები? შულერთან არ უნდა დაჯდე პოკერის სათამაშოდ. ასე რომ იმიტომ რომ ამ კაცს უკვე გამზადებული აქვს, ეხლა აშკარად გააყალბა აღწერის შედეგი. არ არის საქართველოს 3,700,000 მოსყიდე. ეხლა ეს ისეთი სისულელეა. როგორ ყოველ წელიწადს იყო პოზიტიური შემოსვლის ბალანსი 2008-ის გარდა როგორც ითხარით? და რანაირად შეცდა მოსახლეობა? კიო არის ეს თუ როგორ აორთქლამდე, მაგრამ ნახეთ სად დაიყვანა? რუსეთში დააფიქსირა, რომ არის 800,000 საქართველოს მოქალაქე. რატო რუსეთში? იმიტომ რუსეთში ჩოლებად გაიხსნება საარჩევნო უბნები, როგორც შევარნაძემ და მაშინ აბაშიძემ, მაშინ ელჩმა და ეხლა ამის თავარმა წარმომადგენლ რუსეთში, ზუსტად იციან როგორ ჩამოიტანა რუსეთიდან ხმები. 800,000 მოქალაქე არა ტოროლა რუსეთში. არ არსებობს ეგეთი ბუნებაში. რუსეთში მაქსიმუმ ყველა ჩვენი დათვლით არის 150-200,000 და საქართველოს მოქალაქე რასაც ქვია. ხა იქ არის წინა წლებში ცხოვრები ქართველი არის, ვიც რუსული მოქალაქე იყო. ნუ აი მოქალაქე 150 და შეიძლება ცოტა მეტი. მაგრამ რა 800,000 მოქალაქე. ეს ხო წინასწარ გამოგიცხადა ამ სტატისტიკით და რაღაც ყველამ გაატარა, რომ არჩევნები არ იქნება. მე ზურაბაშტერ, კარასინი და პუტინი დავთვლით თქვენს შედეგებს. და თუ რუსეთთან ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა აქვს, როგორ შეუძლებლად იქ ჩაოლებრად კანონით შეგიძლია გახსნას საარჩევნო უბნები და ჩამოიტანო ხმები შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ საკონსულოში. ასე რომ რა პროცენტებს ვითვლით დღეს? ეს სამწუხაროდ ესე არ იქნება, ეს ჩვენ გადავეცით ხელისუფლებას წყნარად და მშვიდობიანად. ეს მე ვიყავ, ვინც გამოაცხადა 3 წუთში არჩევნების შედეგები. ეს კაცი არცად წასვლას არ აპირებს. დააპრივა და უზარმაზეა მთა თბილისის თავზე, ჭრის იქ თავს და აპირებს თავის სახლის გაფართოებას 4 ჯერ. კაცი როგორც იანუკოვიჩი ამ შენობაში მჯდომი, მაშინ აგერეკ კიეველების საყვარელი ადგილი ყველაზე ლამაზ გადასახადი გაანადგურა და იქ თავისი შვილის ოფისი ააშენა და ზემოთ ვერტფრენესის გააკეთა. ზუსტად იმას აკეთებს. აი ერთ-ერთზე გვარან ერთმანეთს. ამ იმასაც ეგონა რომ რადიოთ აქ მოჯდებოდა და ამასაც გონია. ეს არცაც ასოს არ აპირებს. თავრობიდან ნამდვილად არ აპირებს თავრობის. ამიტომ ჩვენი ხალხი დაიბრძოლა სულ სხვა რაღაცეებისთვის, უბრალოდ რეალობა სულ სხვა რაღაცა იქნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ. ხალხის მობილიზაციის პირობებში, ყოველგვარი მშვიდობიანი, ყოველგვარი ექსესების, ყოველგვარი პროვოკაციების წამოგების გარეშე ჩვენ მაინც მოვახერხებთ თავრობის შეცვლას. აი როგორ მოახერხებთ? ეს არის საინტერესო. თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი არ აპირებს წასვლას, მაგრამ თქვენ აპირებთ მოსვლას. ამბობთ, რომ სათამაშოდ შულერთან არ უნდა დაჯდე. ამბობთ, რომ არჩევნების ჩატარებას რეალურად ის არ აპირებს. სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მაშინ რა გზით მიმაჩნია, რომ მისი რომ ერთადერთი გზა საქართველოს შეიძლება იყოს მხოლოდ მშვიდობიანი და თუ არჩევნების მოპარავენ ხალხს, რაც პრაქტიკულად გარდაუვალია დღეს, რასაც უყურებ, ხალხი მაინც უნდა მივიდეს ძალიან მასობრივად არჩევნებზე და ჯერეთი მიაღწიოს იმას, რომ არჩევნები რაც შეიძლება ჩქარად ჩატარდეს,
მივიდეს მასობრივად და როგორც კი დაიწყება მოპარვას, რაც პრაქტიკულად გარდაუვალია ევალიშვილის ხელისუფლების პირობებში, აჩვენოს ისეთი ერთიანობა, ისეთი სიმშვიდე, ისეთი კონსოლიდაცია, რომ არ გაატოკოს ესენი საერთოდ. არ წამოიღოს არც ეს პროვოკაცია, იმიტომ პროვოკაციები შეიძლება იყოს. ჩემის აზრით შესაქმნელია მოქმედების კომიტეტები, რომელიც უნდა იყოს არამხოლოდ პარტიული ლიდერები დაკომპლექტებიან, არამედ პირველ რიგში ჩვეულებრივი ადამიანებით, რომელიც პოლიტიკაში ყოველდღიურად არ არიან და არ ფიქრობენ ყოველდღიურად პოლიტიკაზე, მაგრამ ფიქრობენ საკუთარ მომავალს, საკუთარ შვილებზე და უყვართ საკუთარი ქვეყანა. მე მგონი ეს მოქმედების კომიტეტები და შეაირჩიოს ქვემოდან ზემოთ. თვითონ ხალხმა აირჩიოს და მოქმედების კომიტეტებმა აჩვენოს მშვიდობიანად ყოველგვარი ძალადობის გარეშე, მაგრამ ყველა დონეზე საქართველოს არ არის პატარა სოფელი, ძალიან დიდი ქვეყანა, თუმცა არ არის ძალიან მრავალრიცხოვანი ადამიანების ქვეყანა, ძალიან ადვილი ადამიანები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, თქვა რომ ჩვენ უბრალოდ არ მივიღებთ ამ თამაშის წესებს. და წინასწარ ყველა მიცოდეს, რომ ცთუნება არ ქონდეთ არც ივანიშვილს, არც მის პატრონს პუტინს ძალიან შორს წავიდნენ ამ თამაშში. რომ ხალხი არის ერთიანი, 7 არ წამოეგება ძალადობრივ პროვოკაციებზე, მაგრამ არც მოგაპარიებთ. თუ ბევრი ერთად, აი ყაჩაღი ღამე რო სადღაც შევარდება სახში, თუ ბევრია სახში, ან თუ მეზობლებით შეიყარეთ და ყველა ერთად დადგა, ამასია თუ ყველა სავალიდო ჯიხურის გაძერწვას. ავტომატურად კაცი დაადგა. და არ შეეშიდა არც ამ 57 წლის გამყიდველი იყო კაცი, ესეთი საშუალო ასაკის, კაცია წინააღმდეგობა, ბევრად ფიზიკურად ძლიერად აშკარად ფორმაში ხო ძარცველთა და მე მთელი ყველა გარშემო ყველა შეიყარა. ყველა რო შეიყარა, იმან ვერაფერი ვერ გააკეთა. აი ესევე არჩევნები. კი, ეს უკვე წინასწარ ვიცი რა განზრახვით მოდის, იმ თავად ჯიხურისკენ როგორც ის ვიდეო და ავტომატით გასცა და ეს მოდის, შემდეგ არჩევნებს მივა აუცილებლად გასაყალბებლად. მაგრამ ჩვენ უნდა მოიქცეთ აი როგორც ყველა ბევრი ერთად. იმათ ხო იარაღი არ ქონდათ. ის იყო პროვოკაციას არ წამოგება, ხო არ შეეშინდათ. და რო არ შეეშინდათ, ეს ძარცველი იყო აღმოჩნდა სრულიად განიარაღებული. სულერთან კიდევ უფრო ადვილია ასე მოქმედება. თორე ის ძარცველიც კი არ არის ბოლომდე. მაგის თავიც არ აქვს. სულერია. საერთოდ გეთამაშება სათითურებით რაღაც თვალები დაურბის ეკეთით. უცნაურად ლაპარაკობს ცოტა და კიდევ ბევრ რაღაცას და ყველა მიცის რომ მაგრამ თulis იმაზე რომ ხალხს უნდა რომ დაიჯეროს რაღაცა და ამიტომ დაუჯდება ხალხი და ბოლომდე გააბრიყვებებს თავს. მაგრამ ეხლა ერთხელ როცა გაუაბრიყოს, ხა მეორედ იმაგიდასთან მოგონი აღარ დაჯდება და იმაგიდის აყირებაც მოგვიხდება, უყო მშვიდობიან წყნარად კონსულიერად ავდგეთ, გადავდგეთ თავის შულერიანად ეს მაგიდა სხვაგან. ვინაიდან თქვენ ეს სავალუტო ჯიხურის ფაქტი ახსენეთ, კრიმინალთან დაკავშირებითაც საინტერესოა თქვენი აზრი, რა წვლილი შეაქვს კრიმინალურ მდგომარეობას აი იმ ვითარებაში, სადაც მივიდა დღეს საქართველო. სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლას ერთ-ერთი შედეგი ეს. როცა პოლიციას კლაველის პოლიცია მარსაგიშვილი ბორჯომში დარჩა შვილები. ბათუმში მოკლეს პოლიციელი. დარჩა მასას ოჯახი. ეს ხო კონკრეტულად ეს ზოგადად სახელი და გვარი კი უბრალოდ პოლიციელი კი არა, ეს კონკრეტული ადამიანი. როცა პოლიციას კლავენ მაგალითად კანადაში, კანადის პრემიერ-მინისტრი ალბერტაში მოკლეს პოლიციამ ამას ერთ ვიყავ, კანადის პრემიერ-მინისტრი მივიდა გასულობაში და თელი ქალაქი რამდენი მილიონი ქალაქი რამდენი საათის განმავლობაში გაჩერდა. ნიუ-იორკში ვიცე-პრეზიდენტი ჩაფრენდა ამერიკის. პოლიციის გასვენებაში ჩემ გვერდზე მეზობლად მოკლეს ბრუკლინში ორი პოლიციელი. ჩაფრენდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გასვენებაში და გამაყრუებელი სახში მესმოდა სიგნალები ყველა არა მხოლოდ პოლიციის მაგრამ ჩორლები ხალხი ასიგნალებდა. იმიტომ რომ ყველა მიცის რომ თუ პოლიციელი ესე შეიძლება მოკლა, ყველა არის დაუცველი. თუ ყველა დაუცველია, მაშინ ბიზნეს ვერ აკეთებ. მაშინ აი ხა მაგალითად ქობულეში ერთ დღეს გაძარცვეს, ყველა გატეხეს, ყველა ფულის ამღები მანქანა ავტომატი. ეს რას ნიშნავს, რომ სიტყვაზე იქ ტურისტი ვეღარ იღებს ფულს, ტურისტი თუ ვეღარ იღებს ფულს, კაფეში ვეღარ იღებს ფულს, იმ კაფეს იმას შვილი ყავს სასაკასაშვები უმაღლესში. იმას რა ქვია, წამლები აქვს საკიდი, თავის ის რაც კაპიკს ზიადებს, ეს ტუმარი თუ დაკარგა, ვალებში ჩავარდა, ვალებში ჩავარდა, ამ ბიზნესს დაკარგავს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია, სადაც კრიმინალი თარეშობს, იქ კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს. უსაფრთხოება არის ფუნდამენტური საფუძველი კეთილდღეობის.
ამიტომ სადაც არის კრიმინალი, იქ არის სიღარიბე და უპერსპექტივობა. პირდაპირ კავშირში რა თქმა უნდა. ბატონ მიხეილ, რიგის სამიტზე ჩვენ ვერ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა. თქვენ იმყოფებოდით რიგაში იმ პერიოდში, როდესაც სამიტი იმართებოდა, რა მოხდა რეალურად ლატვიაში და თქვენ როგორ ხედავთ სად დგას ამ მომენტისთვის საქართველოს ევროინტეგრაციულ გზაზე? შეიძლება ჩვენი მთავრობა ხალხს არ მოწონებოდა, დაღრილი ყოფილიყო მისგან, ან სხვა ფაქტორები ყოფილიყო, მაგრამ ერთ რამეს ვერავინ ვერ უარყოფს. ხალხმა ზუსტად იცოდა ჩვენ საით მიყვარდა ქვეყანა. თავარი რაც შეიცვალა, არც ჩვენმა ხალხმა აღარ იცის საით მიდის ჩვენი ქვეყანა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა. უფრო მეტსაც გეტყვით, ბოლო გამოკვლევებში რეკორდული რაოდენობის ხალხი ამბობს, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით. ეს არის თავარი რაც შეიცვალა. საქართველოს გაქრა სოფლიო რადარებიდან. იცით, მდიდარ და დიდი სახელმწიფოების ტრადიციების მქონე ძლიერ ქვეყნებს შეუძლიათ დროებით თავის თავს დართოდეს ფუფუნება, რომ აი ესე ცოტა დაპაუზდნენ და იფიქრონ და რაღაცა იყვნენ. პატარა მყიფე ახლად სახელმწიფო აღდგენილ უკიდურეს საფრთხეების ქვეშ ხომ ქვეყანას არ აქვს ეს ფუფუნება, რომ არ იცოდეს სად მიდის. და უფრო მეტიც არ მხოლოდ უნდა იცოდეს, არამედ სწრაფად უნდა მიდიოდეს იქ და იმოძრაოს. ყოველგვარი შეჩერება გამოიწვევს ჩამოშლას და ნგრევას. ამიტომ ეს გამოიხსახა ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ჩვენ თავიდან სადღაც ეს ურემს კარით ხელი და ინერციით აი ასოცირების ხელშეკრულება გაერა, მაგრამ მივედი მეტებზე, როცა ყველა ქართველს უნდა ეგზნო ვიზების გამარტიება, ესა რომ ხალხი რომელსაც ბოლოკმა პური უჭირს, მართლა წარმოუდგენელი ეკონომიკური გაჭირვების პირობებში იმყოფება. ამ ხალხმა ის მაინც იყოს, რომ სადღაც წავიდეს დროებით სამუშაოდ ევროპაში. და ეს იქნებოდა ის ხელშესახები, თუმცა სულაც არ მიხარია, რომ ეს უჭირდება. რომელიც ხალხს მიცემდა საშუალებას, რომ ამოესუნთქაოდნო მაინც. ჩემი მთელი თავრობის პირობებში ეს სტატისტიკურად ძალიან ადვილი გადასამოწმებელია სასაზღვრო დეპარტამენტის, გარდა ერთი წლის 2008 გასაგები მიზეზების გამო, უფრო მეტი ხალხი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე მიდიოდა. არ იყო დალხენი ცხოვრება, მაგრამ პოზიტიური დინამიკა აბრუნებდა ხალხს. ეხლა ხალხს უნდა წასვლა. ჩემ გარშემო ამერიკაში უამრავი ახალ ჩამოსული ნიჭიერი ახლა გული გიგვტება ესეთი ხალხი მოდის საქართველოს. მაგრამ ეს არის რეალობა. ამიტომ ეს რიგი სამიტი მოგერი რომ არალეგალებად კი არ უნდა რომ ვიღაცა იმებს კარგად დაუხადონ თურქიდებს და იქ ვიღაც ბერძნებს რომ საზღვარზე გადაიყვანონ საცოდავად გაუბედურებულად პასპორტ ჩამორთული ხირსება აყრილი. არამედ ჩაოლებრად აიღოს დაჯდეთ ან ავტობუსში ან მატარებელში, იმიტომ რომ ეხლა რკინიგზაც შენდება ჩემი ერთდაწყებული ეს ახალქალაქის და პირდაპირ ევროპაში ჩახვალ რკინიგზით. თვითფინავში, ვისაც თვითფინავში ბილეთს ფული ქნება, წავიდეს ადამიანურად, ლეგალურად რაღაც თვალებში გამოიხატოს. მაგრამ და ეს იყო ჩაოლებრად რომ სამუშაო ეწარმოებოდა, უპრობლემოდ აქ მიდიოდა, პრაქტიკულად ყველაფერი მზად ქონდა. მაგრამ მე შემოიღეს ვიზები, შემოიღეს იქ რაღაცა სხვადასხვა კონტროლები, უცხოელებს შეუქრეს პრობლემები, რომ და ძირითადად ნაწილი ამ უცხოელებს ქართველები არიან სინამდვილეში, როგორც გითხარით, რომელსაც თავის ქვეყანაში და ცხოვრება უბრალოდ უცხოელი პასპორტები აქვთ. და ამ ყველაფერმა და პლუს ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია სრულად გაუგებარი გახდა ყველასთვის. როცა ერთ დღეს ამბობ სომხეთია შენ მისაბაძი და აცხადო არმენიზაციები და საგარეო პოლიტიკის და სომხეთი თვითონ სომხეთში სომხური კურსი ძალიან ბევრი კითხვას იწვევს სომხური საზოგადოების იცით კარგად. მეორე და როცა ყველა მეზობელთან დაჩხუბებული ხარ. ნახეთ რა ხდება აზერბაიჯანთან ჩვენ ურთიერთობებში, თურქეთთან ჩვენ ურთიერთობებში. თურქეთი ძირითადი თურქული პროექტები ჩვენ დროს დაწყებული იყო დიდი ინდუსტრიული ზონის პროექტი, ჰესების უმეტესობა, დიდი ინვესტიციები შეჩერებულია. თურქული ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. აზერბაიჯანმა შეაჩერა ყველა დიდი ინვესტიცია საქართველოს ისტორიაში, ფოთში. სომხეთთანაც კი ვაკეთ ამდენ სომეხი, მაგრამ არა გვაქვს კარგად ურთიერთობა, ეგრე მიიღეს ეგრეთ წოდებული სამხედრო პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურად და უარი თქვეს, რომ ღიად დაეჭირებათ და დაეფიქსირებათ ხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის მადლიერება იმაზე, რომ ვიძახით, რომ სომხეთია ჩვენთვის მისაბაძი. ნუ ხა უკრაინასთან ჩვენ ურთიერთობის ზღვაზე ჩვენი შემდგომი მეზობელი უკრაინა ხა, მაგას არის კომენტარს არ გავაკეთებ. მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დაურეკა და დაემუქრა ჩვენი პრემიერ-მინისტრის ურთიერთობის გაფუჭებით და თქვენ არ გეჩვენებათ უცნაურად რომ 7 ჯერ გამოაცხადა მთავრობის თავმჯდომარე უკრაინაში ჩამოს ვიზიტით და
და ვერც ერთხელ ვერ ჩამოვიდა. აი ხა ჩავდივარ. გახსოვთ როგორ იტყობოდა? ეხა ჩავდივარ დეკემბერში, ხა გავდივარ იანვარში, ხა ჩავდივარ თებერვალში, ხა რომ მერდიცხია. მოლდოვაშიო განვიხილე ვიზიტი. აბა იკითხეთ როდის ჩადის მოლდოვაში. იმიტომ და სააკაშვილს კი დაურეკე მოიტყვა. ჩვენი ვიზიტი განვიხილა. მე ვიცი ამ საუბრის ზუსტი შინაარსი. ესე თქვა რომ სააკაშვილი რადგანაც სააკაშვილი კაცო ისეთ რეფორმატორებს გამოგიზავნით ვაგარ წულკიანებს და ვიღაცებს რომ ესენი მოგიყვებიან ყველაფერს. იმათ არა მაინც სააკაშვილი გურჩევნიო თავის ჭკუნდით. მაშინ მე ჩამოვალ. აი შენ უკვე ჩამოვალ იმათ ზდილობიათ ნუ შენ უკვე რასარაო და წლის ბოლოსთვის ნახოთ. ამ ქვეყნებში აღარ გვიღებენ ვიზიტებით. რაღაცა ვლაპარაკობთ საერთოდ. გახსოვთ ის რომ იყო რომ ეხლა ჩამოვა მერკელი. კენიის ხორცივით არის დაახლოებით. სად არის მერკელი? ასე რომ რეალურად თავიდან ინერციით მოდიოდნენ, იმიტომ რომ საქართველოს დემოკრატიული გადასვლა რაღაცა. მე ეს ყველაფერი ჰოპ და გაჩერდა. ეს ურემიც გაჩერდა, რომელსაც ხელი ჰქონდა ნაკრავი. ეხლა ესენი ურემში კი არ უნდა იწყდეს შიგნით და კი არ უნდა ამძიმებდნენ კიდე და თავისი უაზრო ლაყბობით. უნდა ჩამოვიდნენ, ხელები დაიკაპიცონ, მიაწვენ და მიაგორებენ. მაგრამ ამას ხო გარჯა უნდა. ამას ხო უნდა იცოდე ჯერ რომ მართლა გიდა იხიცას რომ ბამეშტერანიან ბონდი ხო დარწმუნებული. ეს არის და ეს. ბატონ მიხეილ, როდესაც თქვენ ლატვიაში იყავით, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ შეიკავა თავი იმისგან, რომ მოეთხოვა ლატვიისგან თქვენი გადმოცემა. უკრაინას და აზერბაიჯანს მიმართა. მან თუმცა უარი მიიღო საბოლოოდ. როგორ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები, რომელშიც თქვენ ბრალი გედებათ და ელით თუ არა რომ პროკურატურა კიდევ უფრო გააქტიურდება ამ მიმართულებით? ნუ ეს მეორე ცალკე განსამარცხინო ისტორია. უკვე ყველა მიცის სოფლიოში ვისთან აქვს საქმე, ხო? ყველას გააგებიეს. თუ ვინმე არ იცოდა, იმათაც გააგებიეს. არა მხოლოდ ამ სულელო დელეგაციებს აგზავნიან ხო დემარშებს, ხო? არამედ რამდენიმე ქვეყანაში გამოაგზავნეს სუსის თუ რაც ქვია თანამშრომლები უშიშროების სამსახურის, რომ ჩემზე ეწარმოებიათ დაკვირვება. რამდენიმე ქვეყანა ისინი დააკავა დაადეპორტა და ერთ ქვეყანაში დღემდე ხზის მაღალჩინოსანი სუსის და არ უშვებენ. ასე რომ რომელი ქვეყანა ეს შეგიძლიათ თავის მოჭა არ მინდა ახლა მე არ მინდა ქვეყნას ეს ჩემი ინფორმაცია, მაგრამ ეს არის ფაქტი რომ ზის და დაკავებულია დღესაც. დაკავებული. ასე რომ და მიუხედავად საქართველოს მთავრობის ყველანაირი შეთულებისა, თქოს რომ არა. კანონია და რას ნიშნავს, რომ ვინ მოგცათ უფლება რომ ჩვენ ქვეყანაში უთვალთვალებთ სრულად ოფიციალურად მოწვეულ ადამიანს. ასე რომ ძალიან სამარცხინოები არის. ესე და მე ხარ. ეს და თან ახლა ყდება სიცილი პუტინი ზუსტად მის გეგმას მიყვებიან. ყველასთან გაიფუჭეს ურთიერთობა. მათ შორის ამ თემაზე ყველასთან გაიფუჭეს ურთიერთობა. და ჯიუტად ამბობენ ჩვენ ხო მაინც ჩვენს ასე. ნუ ისეთი სისულელები მოუყვა პარაშენკოს რომ დაურეკა ღარიბაშვილმა. როცა საკითხი წყდებოდა რომ წინა იმაზე რომ რაღაცა თანამდებობა შემოთავაზეს აქ. ისეთი სისულელები მოუყვა რომ ხარ ნახლა ვერ გამო როდესმე წიგში შეიძლება დავწა. აი იმ ეტაპზე იმ ეფექტზე გათვლი იმ წუთში რომ იქნება ამას დაეჯერებია. აგერ ზემოთ როზის მივაკეთე ჩვენ დავს. და იმ წუთში გადაიფიქრა. და მეორე დღეს რო აღმოაჩენდა რომ სრული სიცრუე ამაზე აღარ გქონდა და ქვეყანა რო ბანძდება ამ დროს ამაზე აღარ ფიქრობენ. და ამ დროს ხალხს რო უჭერს ამაზე აღარ ფიქრობენ, ხალხის მიხედონ, რა დროს სააკაშვილია. ესეთი გაჭიროება მიუხედავად რომ ეხა ის აღარ არის თქვა დენიან მიაწოდებას ნუ ძირითადად ხონდა და რაღაც სოციალური პრობლემა გაჩნდა 90-იან წლებში კი არ იყო ასეთ გაჭიროება. მართლა გაჩნდა ფულის პრობლემა ხალხთან. მართლა გაჩნდა ფულის გარდა ეს უპერსპექტივების განცდა რომ ხვალ იმდენ დღეს რაც გიქადდის არის დეპრესია რომ აი ეს ხალხი რომელიც ამ პროექტებზე იყო ყველა დაბრუნდა უკან სახში და არც არავინ აღარ ურეკავს ადრე სპეციალისტები ახლა მაგათ იმ ტექნიკუმებში რიგები იდგა იმიტომ რომ ნებისმიერ აი სპეციალისტი იყო დიდი რიგი. შეიძლება თვეები გავიდეს და არავინ არ მოიკითხოს. ამაზე იფიქრეთ.
და არა ის რომ მაგრამ იმას ხო უნდა უთხრა რომ ვეძებთ სააკაშვილს, იმიტომ რომ ის ხო სანამ მე ესე დავდივარ ზივარ ნახეთ აგერ ზივარ კიევის ცენტრში დიდ კაბინეტში ხო? ეს ხო ცუდად არის. იმას ხალხის გაჭირება იმის სურათია, იმიტომ ხალხს ზემოდან ქვემოთ უყურებს, იმიტომ არის ზემოთ არის, რომ ზემოდან ქვემოთ უნდა უყუროს. მაგრამ აი მე რო ვერ მწვდება მიხედავთ რომ ზემოთ არის. ეს ნერვებს უშვის და ამ დროს რო ქვეყანა ბანძდება ამის გამო კიდევ უფრო მეტად არდებენ ფულს, ამის გამო კიდევ მეტი სამუშაო ადგილი გვაქვს, ამის გამო კიდევ დედა მარიციშვილის გავს სკოლაში რითი გაუშვას, ხვალ რა პერსპექტივა, ალბათ რო გახდეს კი ის დავტოვეთ ეს სამოწყოფოები და ჯანდაცვის დაზღვევის სისტემა, მაგრამ სწამლები ძვირდება და სწამლების არ ფარავსის და სულ უფრო ნაკლებად დაფარავს, იმიტომ რომ ამის ფულიც აღარ აქვთ. არ შეიძლება ამაზე გაკონცენტრირდე და არა იმაზე რომ ნეფსი თუ ნეფსი მარულებლიეთ მართლა თავი მოჭრა, ну თავი თვითონ აქ მოჭრდა ხა არც უთამოყორე ხალხს ეგ არაწუხებს, მაგრამ ჩვენ ქვეყანას. თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ხალხი ერთად უნდა შეიკრიბოს და ერთად გადაწყვიტოს, ვინ იქნება ქვეყნის შემდგომი მმართველი. თქვენ როგორ ფიქრობთ? პირადად მიხეილ სააკაშვილზე არის საქართველოს მოსახლეობაში დღეს მოთხოვნა? დღეს ჩვენ ხალხში არის მოთხოვნა უსაფრთხოებაზე, დასაქმებაზე, პერსპექტივაზე საკუთარი შვილებისთვის, ქვეყნის წყობ კურსზე ხალხმა უნდა იცოდეს სად მიდიან. ერთ სიტყვით არის მოთხოვნა სწრაფად განვითარებად ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებაში, რომელსაც პატივს ცემს მთელი მსოფლიო. აი ეს არის საქართველოს საზოგადოების მოთხოვნა. მე არ მგონია რომ ხალხი ბევრს უნდა ფიქრობდეს პოლიტიკოსებზე, ვინც არ უნდა იყვნენ ეს პოლიტიკოსები. პოლიტიკოსები უნდა ფიქრობდნენ ხალხზე. ხშირ შემთხვევაში ისინი უბრალოდ თავის თავზე ფიქრობენ. და თუ თავის თავზე ფიქრობენ, ხალხი რატო უნდა ფიქრობდეს პოლიტიკოსებზე? ამიტომ ვინცაც ჩათulis ქართული საზოგადოება იმ დროისთვის, რომ ეს ადამიანთა ჯგუფი ყველაზე მეტად იმ მომენტისთვის, აი ამ მის ხედვა შეესაბამება რა უნდა იყოს, რა ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს, აი იმას მიცემს ხმას. ნუ რაფერი ნოეწყინება. სინამდვილეში ივანიშვილს მიცეს ხმა, არა იმის როგორც თვითონ წარმოედგინა რომ ლამაზია, წარმოსადეგია, მაგრა ლაპარაკობს და განათლებულია. ვიცით რომ თლათ ესე არ არის ყველაფერი. მიცეს იმიტომ რომ მათ მიცეს იმედი, იმ მომავლის იმედს უკეთეს ცხოვრებას ხმა. ეს არის ჩვეულებრივი ინსტინქტი ნებისმიერ საზოგადოების. და შემდეგ არჩევნებზე მიცემენ იმედს უკეთესი ცხოვრების, ოღონდ რა თქმა უნდა გამოცდილებით იქნებიან გამდიდრებული. ეს გამოცდილებას ალბათ უნდა ჩვენ გაგვევლო. და ჩვენ ხო არ ქონდა დიდი ტრადიცია, ჩვენ ხო ევროპის ქვეყნებსაც კი უჭირდა პოპულისტებთან გამკლავება. საქართველოს რომელსაც ყვეტა ხონდა სახელმწიფო, ჩვენ ხო რეალურად სახელმწიფოების აღდგენა დავიწყეთ 2003-ში. ისტორია ჩვენ არ დაწყებულა რა თქმა უნდა, მაგრამ თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოების ისტორია 2003-ში დაიწყო. და ასეთი მოკლევადიანი ისტორიის სახელმწიფოების ისტორიის მქონე ახალ ეპოქას ხული რა თქმა უნდა ყველა დაუშვებდა შეცდომებს პერიოდულად, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ტრაგედია, იმიტომ რომ პირიქით საზოგადოებას იღებს გამოცდილებას და ჩვენი საზოგადოება უკიდურესად ჭკვიანი, რაციონალური, ძალიან ნიჭიერი. მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ხალხით ზოგადად. და ზუსტად ვიცი რომ ყველანაირი წაბორძიკების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავაგზავნებთ წინსვლას. და იქ ჩემი როლი რა იქნება, სხვების როლი იქნება. თუ მე ერთი რამ მინდა მართლა გავიაზროთ რა. საერთოდ არ მაინტერესებს კაბინეტში ჯდომა როგორც აგეთ. როცა იქ ვიყავით კაბინეტში ხო არ ვიჯექი არასოდეს. ჩემთვის აი სიცოცხლის მიზანია რომ ჩვენ აღვდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რუსეთი აუცილებლად ჩამოიშლება. ყველა ნიშანია ამის და ამისთვის უნდა ყველა მუშაობთ ყოველდღე და ამას აქ ვაკეთებ. რაც შორის ყველანი ერთად მუშაობ და მე ვარ ამ პატარა ნაწილი ამ დიდი მცდელობის რომ იმპერიისგან გამთავისუფლდეთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ სამუშაო ადგილები გაჩნდეს, ხალხს გქონდეს მეტი შემოსავალი. რომ არ იყოს აი სიღარიბე არ იყოს და ამიტომ არ იყოს ადვილად სათამაშო ყველანაირი კვაჭი-კვატანტირაძეების ესეთი თან ოდასცინს ამ ხალხს და თან უნდა რომ ამ ხალხის манипуляცია მოახდინოს და ჯიბე გაისკელოს, რაც ახლა ხდება. მე მინდა რომ ჩვენ ხალხს გქონდეს, ჩვენ შვილებს გქონდეთ საუკეთესო განათლება სოფლიოში ერთ-ერთი.
ამას აუცილებლად მივახცევთ, რომ ნიჭიერები არიან, როგორც შესაძლებლობები უნდა მიცე. მე მინდა რომ საქართველოს კონდეს ის პატივისცემა, რომელიც ქონდა უკვე. ხო ფაქტია, რომ ამასაც Financial Times-ში იყო დიდი სტატია, რომ 2013 წლის შემდეგ იყო საქართველოს იყო არამხოლოდ თელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, თელ რეგიონში შუქურა განვითარების და დემოკრატიის. და ეხა აღარ არის ამაზე იყო სტატია. მართლა ასე იყო. ეს ხო ყველა ვიცით, ხო გაგვიგია მარტო ჩვენ თვითონ ხო ბევრი ქართველი ცხოვრობს უცხო ხომ მათ ხო იციან რომ საქართველოს პატივისცემა ქონდა. ეს რო დავიბრუნოთ. აი ეს ყველაფერი შევძლოთ და ამას აუცილებლად ყველაფერს შევძლებთ. და მე უკვე და ჩემი მიჯანი ეს არის. ჩემი თუ ასეთ ქვეყანა გვექნება. რა მნიშვნელობა მე რაში ვიჯდე? მე ჩემია მართლა მე თუ ლაზიკაზე ავაშენებ და მართლა იქ ჩავდგავ და სოხუმიდან გამოჩნდება ეს საათამიჯნები რომელიც იქ არის. ეს არის ჩემი ოცნების ასრულება. ჩვენ ნამდვილი ქართული ოცნება ჩვენ მქონდა. და მე მქონდა ეს ქართული ოცნება და მე მომპარეს. მომპარეს აი უბრალოდ მოპარა ქართულ ხალხს ეს ოცნება. ამ კვაჭი-კვანჭანდირაც. ასე რომ ეს არის რაც უნდა მართლა დავიბრუნოთ. ჩვენ მართლა უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ოცნება. ეს არის ჩემი мотивация, თორე კაბინეტების ვიცის და კაბინეტების ყოფნა ვისაც უხარია, იმას მე უნდა კარგი ცხოვრება, ფუფუნება, პრივილეგიები, ფული. და მე რა ფულიც არ გქონდეს. ხალხის სიყვარულს ხო ვერ იყიდი. შეიძლება ბევრი მიიღო, მაგრამ ხალხის სიყვარულს ვერ იყიდი და ქვეყანას ვერ იყიდი. შენ მაგარი ქვეყანა რო გქონდეს, მაგას ფულით ვერ იყიდი. მაგარი ქვეყანას ქმნის შრომით, ქმნის ყოველდღიურ თავდადებით, მათ შორის თავგანწირვით. ერანერი მილიარდები ერთი ცალკე აღებული ადამიანს ვერ ქმნის საყოველთაო კეთილდღეობას, იმიტომ რომ იმას ბევრად მეტი რაღაცა უნდა და როგორც წესი პირიქით ოლიგარქიული სისტემა ამის ძალიან დიდი მტერია და ხელისშემშლელი. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებთ ბატონო მიხეილ, რომ აი ყველა ეს დადებითი პერსპექტივა მოსახლეობამ დაუკავშიროს სწორედ ნაციონალურ მოძრაობას და მოისურვოს ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში? ფიქრობ, რომ პირველ რიგში ყველა უნდა იყოს ამ მოწოდების სიმაღლეს და ნაციონალური მოძრაობა უნდა ცადოს იყოს პირველი რაც უნდა დავანახოთ ჩვენ ხალხს, რომ ეს არ არის ჩვენ თავზე ფიქრი. და თუ ამას ვერ ითამაშებ, ხალხი ძალიან მძიმე, ზუსტად იცის რა არის мотивация. ან შენ თვითონ მართლა მუშაობ შენ ქვეყანაზე და მის პერსპექტივაზე, მართლა გულდმან და მართლა ყველაფერი პირველ გვერდზე გაქვს, ან ხალხი ეგრევე გამოიცნობს, ეხლა უკვე მით უმეტეს ამ გამოცდილების შედეგად ბოლო წლებში მივიღეთ, რომ ყალბი ხარ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ თვითონ დარწმუნებული, რომ ეს გვინდა. აი ჩვენ თვითონ ბოლომდე რომ ჩამოყალიბებული დავრჩებით და ვიქნებით ამ პოზიციაზე, რომ ეს გვინდა. მე ყველაფერი თავისით მოხდება. არა აქვს მნიშვნელობა, რომ რა რეიტინგი რას გაჩვენებს და რა ეს ყველაფერი პირობითია ძალიან. როცა მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო, ხალხი წავა იქითკენ, სადაც დაინახავს მაქსიმალურ თავდადებას, მაქსიმალურ გულწრფელობას და გამორიცხვას ყოველგვარი პირადი დაინტერესების და ყოველგვარი პირადი ანგარების. ეს არის მთავარი კრიტერიუმები, რასაც ახლა ხალხი მიაქცევს ძალიან დიდ ყურადღებას ჩემის აზრით. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა. ეს ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან ჩვენ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ჩავწერეთ, ვიდრე ის უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებოდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა მისი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა და მისთვის დაჩქარებული წესით უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება. როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილი ახალ თანამდებობაზე წარადგინა, მე უკვე თბილისში ვიყავი, ამიტომ ოდესაში არჩევანის პროდიუსერი ნოდარ მელაძე გაემგზავრა და ადგილზე მიიღო პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც სააკაშვილის გუბერნატორად დანიშნას მოჰყვა. თავის ახალ სამუშაო კაბინეტში საქართველოს მესამე პრეზიდენტი სწორედ რუსთავი 2-ის კამერასთან ერთად შევიდა. ეს ოდესის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაა. სწორედ აქ არის განლაგებული მიხეილ სააკაშვილის სამუშაო კაბინეტი. მოდი ახლა ერთად ვესტუმროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და გავარკვიოთ რა გეგმებით ჩამოვიდა ოდესაში, რატომ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და ნიშნავს თუ არა აქ უკრაინაში პოლიტიკური თანამდებობის მიღება უარს ქართულ პოლიტიკურ გეგმებზე. ეს ხომ არა ნახევრად ტელეფონი. ესე იყო ხომე სახელმწიფო კანცელარიაში. აი, უკრაინის პრეზიდენტის ტელეფონი.
რომელზეც ალბათ არასდროს არ იქოს. აი ეს ძველი ნახატები უნდა ჩამოვხსნათ და ეს წმინდა გიორგი როგორ კიევში და კიდე რამე ლამაზი ქართულ თემების ნახატი ვიღაშილობთ. შეიძლება საერთოდ პლაკატი ბატუმის. აი აქ მართალი. როგორც მისაბაძი ოდესის. ნახე რამხელა სეიფები აქვს. დაგიტოვე ეს რამე. ბიუჯეტში დაეწევებიათ რამე თორე სეიფები ვინჩივის. აბა აქეთ ნახოთ რა არის. აქეთ არის რაღაც მოსაბანკეტო თუ რა არის პატარა. ეს საბჭოთა კავშირის სუნიცებს აქ. ეს მახსენებს პირველად რომ შევედით პარლამენტის ჩიტადის ხრიდან ფლიგელში იქ არის ძველი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი, მე იყო პრეზიდენტის საპარლამენტო კაბინეტი რაღაცა, ნუ მე გავაუქმე ეგეც, მაგრამ თავიდან იქ ვიყავით, როცა პრეზიდენტი დამირჩიეს და იქ იყო ესე დიდი მიღებათა ოთახი, ზუსტად ეს უფრო დიდია ოღონდ. საერთოდ ეს შენობა თბილისის სახელმწიფო კანცელერიაზე უფრო დიდია მთლიანობაში სახელმწიფო ადმინისტრაციის. ქვია ოდაუ უკრაინულად ეს. ოდაში მეცხოვრებაზე შეიძლება მეოცნია, მაგრამ ოდაში მუშაობაზე საკმაოდ ახალი გამოცდილება. რამდენიმე ადამიანს ახალი გუნდი და ვინც უკრაინელებს ვისაც ვიცნობ როგორც რეფორმატორებს, ახლებოდ მოძრაობს და წესიერებს. ეხლა კიევში ჩავდივართ და ამოვიყვანო უკვე ტელეფონით დავობე. მე უკვე გამოაცხადებს კონკურსებს. კონკურსს უნდა ავიყვანოთ ყველა. ეს ის რომ ერთი რამეა რომ ყველა რეკავს რომ ეს ჩემია, ეს ჩემია, აი როგორც კი რეკავი რომ ეს ჩემია, ავტომატურად უნდა გაგწიო გვერდზე. ამის მეტი რა ვიცით ახლა ეს კი დავიწყებული მაქვს ეგ პრაქტიკა, მაგრამ ისე თქვენმა განცხადებამ ბევრს გაუშვეთ, ნებათაღელვა გამოიწვია. ხო ახლა ნუ ჩოლებრივ რიგი თანამშრომლებს არაფერი უნდა გადაეკიდო. ხა ის აქ სხვა ჩვენ მართლა არის აი ხალხი პროკურატურაში კი $50 ხელფასი მართლა ბორშ ჭამს თვითონ ხარშავს საერთო ცხოვრებას ცხოვრობს და მუშაობს. ესეთი ხალხიც აქ არის. უკრაინელები წესიერები არიან ბუნებით. მაგრამ ეხა ზემოთ ვინძის იქ ვინც იჯდა თელი ეს წლები იმათზე რა ბევრის გაშვებას აპირებს. აქ არის 27 რაიონი. აქედან 24-ის სამი ახალი დანიშნულია 24-ის გამგებელს ეგრევე ვცვლით, უბრალოდ კონკურსით ვიყვანთ, ისინი ვინც იყო შემსრულებლები, ისინი არ იქნებიან, კონკურსით უნდა ვიყვანოთ, გამოაცხადებს საერთო უკრაინულ კონკურსს, არა მარტო აქაურს, მაგ სტრუქტურებში, მილიციაში ძალიან იმიტომ რომ კრიმინალს მე აქ აქაურობ. დაახლოებით იარაღი იმდენივე, რამდენიც ორჯერ მეტი ვიდრე ხედრიორის დროს იყო თბილისში. რეკეტით გარჩევები, შეკვეთილი მკვლელობები, გუშინ თათვინი მქონდა, მოიწვია უშიშროების უფროსი, სამართალდაცვების უფროსები, კიევიდან იყო ჩამოსული უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე და უშიშროების კურატორი პრეზიდენტის თანაშემწე და ნუ იქ ჩავიარეთ რაღაცეები სინამდვილეში. საინტერესო რაც არის, რომ ბოლოს ჰქონდათ რუსებს ცელობა შეექმნათ აქ ბესარაბიის რესპუბლიკა ეგრეთ წოდებული სეპარატისტული ესეთი მოლდავურ რუმინულ რაღაც რა თქმა უნდა მოსკოვში დაწერილი სცენარით და ნუ აქ რა თქმა უნდა შემდეგ არის აგერეთ პრინისტროვე პირდაპირ გვაზის თავზე. ეხლა ეს არის მოლდოვას აფხაზეთი და წარმოუდგენლად ბევრი კონტრაბანდა მოდის და ახლა ისეთივე სიტუაცია რაც ხირვალინა კონტრაბანდა რომ მოდიოდა 2004 წელს ძალიან ბევრი იარაღი შემოდის, ჯგუფები გადადიან, გადმოდიან. დღეს თქვენი პირადი უსაფრთხოება დაცული არის აქ. მე მიცავს უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმის, სპეცდანიშნულების რაზმის ჯგუფი. აქ ბევრად უფრო გაძლიერებულია დაცვა, ვიდრე კიევში იყო. და მაგრამ ნუ ეს არ ნიშნავს რომ მე არ უნდა ვიყო ხალხთან ერთად, არ უნდა ვიმოძრაო, იმიტომ რომ თავარი რასაც ეს ხალხი დააფასებს არის რომ მართველები უნდა იყვნენ მათთან ერთად. ისე ვერ მოითფერე რომ მე რაღაც მოსაზრებით, თუნდაც პირადი რაღაც უსაფრთხოების მოსაზრებით რაღაცნაირად დისტანცირება მოახდინო ხალხთან. თუმცა კი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა გუშინ დამატებითი განკარგულები გაცა მიმართულებით. მე არც მithოვია ისე. ყველას ესმის, რომ ნუ ეს პრობლემა აქ დგას, მაგრამ ხა ამას რო შეუშინეთ, მაშინ ცხოვრება აღარ უნდა გიდოს. თავარი პრობლემა ხო რა არის, აქ რომ ბიუჯეტი წლიდან წლამდე აწლეულების განმავლობაში იპარებოდა. კაცრი საბიუჯეტო კონტროლი იმაზე რაც გადის. მერე კონტროლის საბაჟოსი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რაც შემოდის. უკრაინის ძირითადი შემოსავლები შემოდის ოდესის ოლქის 5 პორტიდან.
შემდეგი, ამიტომ ეს არის საბაჟო კონტროლი და იმ კორუფციების ჩაკეტვა, რომელიც იქ არის, იმიტომ რაც უფრო ძნელი იქნებოდა საქართველოში, იმიტომ ხა საქართველოში მიდიოდა და მოუხსნით ხელსმენას, აქ ასეთ უფლებამოსილებ პრეზიდენტსაც კი არა აქვს. ეს არის კლასიკური პოსტსაბჭოთა მაფია, როგორც იყო საქართველოში, კი. ძალიან ხო შეიძლება წინ გუშინ იყო ქართული კანონიერი კურდების რაღაც შეკრება აქვს, როგორც სამართალდაცვებმა მომახსენეს. ნუ ხა ყველა ნაცნობის სახე. ჩვენი კურდებიც აქ არიან, ჩვენი სეპარატისტებიც აქ არიან. ჩვენაირი კორუმპირებული მებაჟეებით საგადასახადოს ხალხი აქ არის. ჩვენაირი უხელფასობა, პრაქტიკულად სახელმწიფო ბარაში ხელფასი არის, ყველა თვითონ მოიპოვოს ფულს. გუში რომ მოვედი ძალიან კარგი მანქანები იდგა და ხელფასი აქვს $40 50. და ამიტომ ჩვენ ახლა ფონდი უნდა შევქმნათ სპეციალურად, რომელიც უცხოელებს მონაწილეობთ მათ შორის, სანიმუშოდ რომ ვაჩვენებთ როგორ შეიძლება პატარა აპარატი, ოღონდ ანაზღაურებადი რამდენიმე თვეში შეიქმნას. ბატონო მიხაილ, თქვენი გეგმები გრძელვადიანია, მაგრამ დაახლოებით 1 წლისა და რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოში არჩევნებია. ნიშნავს თუ არა უკრაინაში გრძელვადიანი გეგმების დალაგება, რომ გარკვეულწილად იცით, რომ შესაძლოა თქვენი პოლიტიკური გუნდი 2016 წლის არჩევნებზე ვერ იყოს გამარჯვებული. არა, მე დარწმუნებული ვარ, არ მხოლოდ 2016 შეიძლება უფრო ჩქარა განვითარდეს მოვლენები საქართველოში და იმ წუთს, როცა მე ქართულ ხალხს დავჭირდები, ამაზე ილუზია ნურავის ნუ ექნება, იმ წუთს გავჩნდები იქ. ასე რომ თუ ვინმეს აქვს იმედი რომ თავიდან მომიშორა, შეიძლება ზედმეტად თავი არ დაიმშვიდოს. მაგრამ იმაც ვისაც შიში აქვს რომ შეიძლება მივატო, მინდა უთხრა რომ ეს შიში გამართლებული არ არის. Ико каучтеби машин им тучи роца викнеби сачи. Как вы поживаете? Хорошо, спасибо. Хорошо. Выходные чудесные. Здравствуйте. Здравствуйте. И что у нас будет в городе хорошо? Я думаю, что Я мы надеюсь очень на вас, постараемся. смотрите, Мы очень я постараемся. очень люблю грузин. Надеюсь, что будет все хорошо у нас. Мы очень постараемся. Как его Спасибо зовут? вам, Денис. Денис, привет. Пошли уже туристы? Да, ну скоро будут. Мы даже раскрутились Одессу, чтобы в этом году очень многих завезли хотя бы. И продлить чуть-чуть сезон. Но мы будем на вас надеяться. Михаил, у меня к вам есть как бы вопрос такой. Да. Чтобы областная администрация помогла, допустим, людям с помощью меня объяснить, что преимущество управляющей компании над ЖЭКом. Давайте так, Мирочка. Устрой нам встречу, пожалуйста, когда мы вернемся из Киева. Кито, не бихала инициатива, кам хасай, что-то ту ганта, что хеле гаухсели, хеле бичиме ублебодеро. Арапери арминда, хо, зрочоле пусто. უბრალოდ ჩემ ბიზნესი მაქვს და იქნება საერთო საქმისთვის არისო და შენც ჩაერთო მაგის რეკლამირებაშიო რომ ერთად აუხსნათ ხალხსო რომ კარგი საქმე მათთვისო და რაღაცა სხვა დროს მოვიდა მოგთხოვდა გამოგიყავით ფული ყველა მიცის რომ ხა მთავრობისგან ფულს აინც ვეღარც მიიღებს აქ ხალხს უნდა რომ ხელი არ შეუშალოს თავი Какой он голубоглазый. Очень на мою сына похож. Поздравляю вас. Постом вы свидетель Азербайджана. В каких вопросах в первую очередь нужно довести порядок? Коррупция, конечно, борьба с сепаратизмом обязательно. Коррупция на таможне? Коррупция везде. Вы понимаете, коррупция у нас засела настолько за 70 лет. У меня друзья живут в Тбилиси и рассказывали, что вы там сделали. Сделайте у нас, пожалуйста. Будем надеяться. Я, по крайней мере, сделал все для этого. Я воевал и буду, если Михаил, что, если защищать. с таможней наведете порядок, у нас работа появится. Я экспедитор, директор экспедиторской Я компании. встречался с У экспедитором. нас нет работы. Удачи вам Привет. на вашем посту, чтобы Спасибо. у нас было все хорошо, не было войны. Это самое главное. Да. Чтобы был мир, и я думаю, что будет мир. Надеюсь, вы поможете. Ай, нахер, какая халки может быть. Какая прелесть, конечно. Откуда вы такие взялись? Прямо с... Ваш стиляк произошел. Ну, как одесские стиляги, это главные стиляги мира. Спасибо. Спасибо. Где у вас висит? Там, а в этом... Какая красота. Какая черница. Ну что, у вас свято сегодня, что? Да, какой праздник? Нет, хотели потанцевать Дню защиты детей, но не получилось. А где были? На Думской А что не площади. получилось? Ну, организация чуть-чуть не так получилось. А что за организация была? Ну, не за организацию этого фестиваля какого-то маленького. Плохо организовали. Да, Серьезно? мы просто организовали, мы решили просто... Это на какой площади была? Возле Дюка, да. მე აქ შემთხვევაში ჩვენ ყველა საზოგადოებრივ წერა იყო ოჯახის და მივიდა იქ ბავშვების ფესტივალი ყოფილიყო მოვიდაო მემარჯვენე სექტორი რომელიც არის უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაცია და არჭო ფტროშები ეხა იქ არ გვინდაო ცეკვა ეხა ამ ხალხს მემარჯვენე სექტორი არ მოწოს მაგრამ და შეიძლება ანტირუსულად განწყობილი არა მაგრამ არ ნიშნავს რომ ამ ხალხს ჩვენ არ ველაპარაკოთ
ამ ყველას უნდა ველაპარაკოთ, ყველას უნდა დაცვა კორუფციისგან, ყველას უნდა კრიმინალისგან დაცვა და მე როცა ამას ყველაფერს უკრაინის სახელმწიფო მიცემს, დროშების დარჭობა მას არ დაჭირდება. ამას თვითონ გადმოვლენ სახელმწიფოს ხარეს. ამიტომ ხო ხედავთ, აი ესე აქ იცახოდე რომ აი სააკაშვილს რუსეთი ებრძვის, ამიტომ ხალხი არ მიიღებს. ის ხალხი ვინც რუსეთის მიმართაც შედარებით ლოიალურად არის გაწყობილი, ჩვენად მიგვიღებს, როცა ვაჩვენებთ და ხო ხედავთ როგორ ხდებოდნენ. მიხედავთ რომ არ მოეწონათ რომ იქ ნაციონალისტები დაინახეს უკრაინე, იმიტომ რომ სხვა რაღაცის იმედი აქვს. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა თქვენს დანიშვნას ამ თანამდებობაზე ცირკი შაპიტოს გაგრძელება უწოდა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება რომ ურთიერთობების დაძაბვა კიდევ უფრო მეტად მოყვეს თქვენს ახალ სტატუსს და თანამდებობას? არიცი, ჩამოქვეთი ადრე სუპუტინ ლაპარაკობდა ჩემზე, ხა მედვედევთან ჩამომწეს, აი მართლა ატყობას დამოქვეთის, მაგრამ ეს ხუმრობთ, მაგრამ სინამდვილეში პასუხი პოლემიკაში რუსეთთან შესვლა აზრი არ აქვს. თავი რაც უნდა გავაკეთოთ, რომ აქ ლოგიკა, პოსტსაბჭოთა ლოგიკა, კორუმპირებულობის, უიმედობის, ცინიზმის გავარღვიოთ აქ მაინც. თუ უკრაინამ ამის გარღვევა დაიწყო, თუნდაც ოდესიდან. მედვედევი და მისი პატრონი პუტინი დამარცხდებიან. ეს იქნება მათი მარცხი. და სამხედრო გზით ამათ შარშან ყველაფერი აიღო და ვერ აიხეს. ვერ გავიდნენ, უნდა გასვლა ნეპრისპირეთზე, პირდაპირ გასვლა, ვერ გავიდნენ. მათ შორის ეს რეგიონიც არის. ხო, ეხა უნდა იმათ იმედი აქვს, რომ ხალხი ისე გაბრაზდება, რომ არაფერი არ შეიცვალა, კორუფცია, მაინც ყველგან ფუსკეთება, მაინც იქნება ერთი რაში გვინდა ისევ საერთოდ ეს უკრაინული სახელმწიფო თუ ამათ უნდა წოვონ სისხლი, ხო? ამიტომ თუ დაინახავენ უკრაინული სახელმწიფო მათთვის არის, ეს დაანგრევს იმ ლოგიკას, რითაც პუტინი მართავს თელ საბჭოთა კავშირს, რომ კი რუსეთი დიდი არაფერი სასიამოვნო პარტნიორი არ არის, მაგრამ ხა საკუთარი მთავრობებით ძარცმობენ და მაშინ რა აზრი აქვს? ჯობია ესე რუსეთი იყოს. რაღაცა ესეთი ლოგიკაა, ხო? თქვენ ამ თანამდებობაზე დანიშვნის თანავე მიიღეთ უკრაინის მოქალაქეობა. დღეს თქვენ უკრაინის მოქალაქეობა. აპირებთ თუ არა ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით მიმართოთ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს? არა, ჯერით რომ მქონდეთ საქართველოს მოქალაქეობა. მე საქართველოს მოქალაქე დღეს ვარ, უკრაინის მოქალაქეობა იძლევა საშუალებას 2 წელი იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე გარდამავალ პერიოდში. თუ მათ უნდა ჩამორთმევა, შეუძლია ჩაუმართვა, მაგრამ ეს იქნება აბსოლუტურად ფორმალური აქტი. შევარნაძე არ იყო საქართველოს მოქალაქე და გახდა საქართველოს ლიდერი. ივანიშვილი არ იყო საქართველოს მოქალაქე და ჩაატარა საარჩევნო კამპანია და გახდა საქართველოს ლიდერი. მოქალაქეობა იმ პირობებში, როცა მოქალაქეობა ჩემთვის ნიშნავს რეალურად მატროსოზე 8 კვადრატულ მეტრს, დღეს ეს ყველაფერი ძალიან პირობითია, ხო? ჩვენი ხალხი რომელიც აიძულებს მათ რომ ჩემ წინააღმდეგ სისხლისამართლებლები გაუქმონ, ზუსტად ესევე თუ მათ ჩაუმართვენ მოქალაქეობას, ზუსტად ესევე ხალხი დაიბრუნებს მოქალაქეობას, როცა ამის რო მოვა და ამის რო მოვა ბალე. თქვენ აღარ გექნებათ უფლება საქართველოში პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეთ. აპირებთ თუ რა გადადგომას და ვის მოიაზრეთ მემკვიდრეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე. დღეს თქვენ ხართ ამ პარტიის ლიდერი. ფორმალური პოზიცია რა ვიქნება მე პარტიაში თუ რაღაც კანონებს შესაბამება, ამას მნიშვნელობა არა, ფორმალური ხარისხება ეს. თუ რაღაცას თუ ისინი თავრობა აიძულებს რომ რაღაც ფორმალური ნაბიჯები გააკეთებინონ, უბრალოდ კანონით ასე იქნება, ეს ხო არ შეცვლის რეალობას. ახალი ლიდერები საქართველოში ესე ვერ ჩნდებიან. მე გამიხარდებოდა რომ ბევრი გაჩნდეს ახალი. საქართველოში არის ერთი ალტერნატივა ეს ჭორვილელი რუსი ოლიგარქი, ან ჯერჯერობით ასეა ამის ალტერნატივა ვარ ჩვენ და მათ შორის მე. ასე რომ ამ რეალობას ესე ფორმალობებით, იურიდიული დეტალებით და რაღაცა იმეთი ვერ შეცვლის ვერა. ამიტომ მე ნამდვილად არ მოვიხსნი არასოდეს პასუხისმგებლობას საქართველოს ბედზე. საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელები ვართ ჩვენ მეგობრებთან ერთად და ეს გვაკისებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხალხის და ჩვენი ისტორიის წინაშე. და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ არსად არ გავექცევით და ნურც აქვს იმეს იმედოს სადმე გავაქცევს ეს არის. თუმცა შეთავსებადია ოდესის გუბერნატორი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. ელემენტარულად როგორ შეიძლება ჩვენი ბრძოლა უკრაინის და საქართველოს არის შეთავსებადი. შესაბამისად პოლიტიკა არის ერთმანეთის პოლიტიკის გაგრძელება. და რა თქმა უნდა საქართველოს მიტოვება ჩვენ იმისთვის კი არ ჩამოვიდა უკრაინის გადასარჩენად, რომ საქართველოს ჩაუბაროთ რუსეთის დამქაშებს და მათ მარიონეტებს. ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველოს განთავისუფლოთ და უკრაინაც. პირველ რიგში უკრაინაში წყდება, ეხლა მეტი ამ რეგიონში წყდება უკრაინის ბედი, ესა ვარ ყველაზე მწვავე ადგილზე ახლა. მიუხედავად ამ მშვიდობიანობისა, კარგისა, ყველაზე მწვავე და მძაფრ ადგილზე. აქ თუ გამოგვივა, რა თქმა უნდა, ამის გაგრძელება საქართველოს. მე ეს არ ნიშნავს, რომ აქ თუ გამოგვივა საქართველოს აბიუატოს, სწორედ საქართველოსთვისაც კეთდება ეს. და საქართველოს მთავრობის რეაქციებზეც გითხავთ გუშინ, მაგალითად სამძიმარი გამოუცხადა უმრავლესობის ლიდერმა უკრაინელ ხალხს. ეს არის მომავალში თანამშრომლობა რამდენად შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს მთავრობა ისეთი დროებითია საქართველოს. რანაირ მთავრობა, რა მთავრობა, ერთი ორღობის, ოლიგარქის ჯიბის რაღაცა წარმონახვდი. საერთოდ ეხლა
ეხლა სერიოზულად გახსოვთ მაგათი კომენტარების ეხლა რაღაც ჭორვილად სოფლის ორღობის რაღაც პროვინციალიზმი ხო? თან ჭორვილებს არაფერს არ ვერჩი, თორე იქ იმერე ძალიან კაი ხალხი ცხოვრობს. მე ვლაპარაკობ ამ ტიპაჟებზე ხა რა საერთოდ ლაზი ვლაპარაკობ. იმ შემთხვევაში თუ ფორმალობა მოითხოვს, ფიქრობთ უკვე ვინ შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში თქვენი შემცვლელი? ან ნაციონალურ მოძრაობაში. Как вы поживаете? Нормально. Здравствуйте. კარგად სტრუქტურირებული ძალიან ბევრი ლიდერია ხარ. მე ჩემი თავის ტკივილი ეს არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მე იმ 10-ობით 1000 და 100-ობით 1000 ადამიანს, რომელიც ჩვენი აქტივისტია, არც მივატოვებ, არც უნებრივია მათზე ფიქს შევწყვეთ, არც ვერაფერი ვერ მაიძულებს, რომ ამ ბრძოლაზე ხელი ავიღოთ და იმ ბრძოლას ჩვენ მივყვანთ ბოლომდე. ამაში ვარ დარწმუნებული. და ეს იქნება საკმაოდ სწრაფად. ბევრი მოვლენები მიდის პარალელურად და სწრაფად. გამოგვივა აქ, გამოგვივა საქართველოში. შესაბამისად გამოგვივა ნაციონალურ მოძრაობაშიც. მადლობა ნოდარ მელაძეს. აი ასეთია დღეს მიხეილ სააკაშვილის გეგმები და საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასება. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი ინტერვიუ, რომლის ჩასაწერადაც არჩევანი კიევში ჩავიდა. მომდევნო სამშაბათს ჩვენ შემოგთავაზებთ ვრცელ ინტერვიუს ადამიანთან, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი არ ჩნდებოდა ტელეკამერებთან და რომელთანაც წლების განმავლობაში უამრავი კითხვა დაგროვდა. საქართველოში ის დღეს ბრალდებულია და სამშობლოში ვერ ჩამოდის, თუმცა ინტერპოლმა მასზე საერთაშორისო ძებნა გააუქმა. დღეს ის უკრაინის გენერალური პროკურატურის მრჩეველია. მომდევნო სამშაბათს ექსკლუზიური ვრცელი ინტერვიუ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან. აქ რუსთავი 2-ზე არჩევანში. ნახვამდის მომდევნო სამშაბათამდე.